მეგობრებო, როგორ გესმით ხმა, როგორია გამოსახულება, რასაც შევძლებ გავასწორებ. რაც შევძელი გავასწორე, აქ არ ვიცი, კარგია წერს ზოგიერთი, დიდი მადლობა. წარწერებია ჩანს რაღაც უნდა. Bakit, რაც შევძელით ეს არის ბატონებო, თორემე არის ეს ხმა კარგად რაღაც პოდვის გიხდით. ბევრი რამის გამო ძნელია დღეს საუბარი. პირველ რიგში იმის გამო რაც ქუჩაში ხდება, მე იქედან მოვდივარ. ძალიან ძნელია, ამიტომ რომ თქვა ისეთი რამ, რომელიც ორივე მხარეს მოეწონება. მე ვარ ბედნიერი, რომ იმას რასაც ვამბობ, არ მოწონს. ავადმყოფური აზროვნებით რომ არიან ბიძინიავანიშვილის მიმართ კეთილად განწყობილი და ამ კიდე ავადმყოფური აზროვნებით რომ არიან ნაციონალური მოძრაობის მიმართ განწყობილნი. მე ვამბობ ხმამაღლა, რომ ამ ორმა გუნდმა ბიძინიავანიშვილის და მიხეილ სააკაშვილის ჯერ ერთობა და 2003 წელს რევოლუციის მოწყობა და მერე მათმა დაპირისპირებამ პრაქტიკულად ამ ორი კაცის ურთიერთობას ეწირება მთელი ქვეყანა. უბედურება იყო ნაციონალური მოძრაობა და მისი ფინანსური უზრუნველყოფა ბიძინიავანიშვილთან იყო დაკავშირებული. კატასტროფა ის რაც ხდება იმის შემდგომ, რომ გრძელდება ყველაფერი. ამიტომ მე მხოლოდ მადლობას ვერ ვგნები, მე უბრალოდ ხედავ ვინაა, ვინ რაც წარმოადგენს. მე აქ გვარები არ მინდა დღეს დავასახელო, ამიტომ ზოგადად იმ დროს უაღრესად დიდ პატივისცემ ბევრი ვინმეს. ჩემი დღევანდელი გადაცემა დღეს არის არა რამე თავის მართლება,
არამედ ეს არის შეხედოთ მომავალს სწორად. არასდროს სხვა აზრი მე არ მქონია, არასდროს სხვა აზრი მეცნიერთა კონგრესში არ ყოფილა. და ამიტომ ყველამ განსაზღვრის შემდგომ ვის რა პოზიცია უჭირავს. რას მოყვა ყველაზე მძიმე შეფასებები და ეგერ შემიძლია გითხრათ, რომ ერთნი მაკრიტიკებენ და რაღაც საშინელი სიტყვებით, რა ვიცი, რა გითხრათ, ესე იგი, აქ არის ლაპარაკი გუში 29 ნოემბერს უსტაველზე მოხდა იგივე, რაც 2007 წლის 7 ნოემბერს 2011 წლის 26 მაისს აი სად მივყავართ დაპირისპირებას. პირველ ნაწილს უყურებენ და ბოლო დასკვნას, რომ აი სად მივყავართ დაპირისპირებას. ეს არის აქ თავარი, რისთვისაც ითქვა ეს. 2007-დან დასკვნები ვერ გაკეთდა, 2011-დან დასკვნები ვერ გაკეთდა და მოვედით აქამდე, აი სად მივყავართ დაპირისპირებას. აი კითხულობენ იმას, რაც აწყობთ, მაგრამ არ კითხულობენ იმას, რაც არ აწყობთ. ამ კიდევ აქ აკლია 2007 წლის 7 ნოემბერი კი არ უნდა ეწეროს მარტო. ყველაფერი უბედურება დაიწყო 91-92 წლის დაპირისპირებით. კაცმა თავი დაიწყო რუსთაველის პროსპექტზე ზესტაფონელმა, ძალიან ძლიერმა პიროვნებამ, ექიმმა და თქვა, რომ შერიგდით. ჩვენ არ არის და მე ვთქვი ამის წინ, რომ აი ერთი წლის წინ მისი ძმა ისე მოხდა, რომ რკინის ჯვარზე შევხვდით ერთმანეთს, ესე იგი 19 ნოემბერს ფერისცვალებას და მაშინ ვთქვი იქ, რომ ესეც შემთხვევით არ მოხდა, რომ აი სწორედ რკინის ჯვარზე ხდება ჩვენი შეხვედრა იმ ოჯახთან, იმ პიროვნებასთან, რომელი ოჯახის წარმომადგენელმაც თავი დაიწყო რუსთაველზე 91-92 წლის მოვლენების დროს და უთხრა ქართულ ხალხს შერიგდით. მე ვამბობ იმას, რომ მეგობრობდი სწორედ იმ პიროვნებასთან, ვინც იყო მამა იოსები, რომელიც დაიტირა მთელმა საგარეჯომ და ეს იყო საოცრად დიდი პიროვნება, ახალგაზრდა მამა იოსები, რომელიც დაიღუპა და დაიღუპა ესე იგი ერთი რამის თხოვნით, რომ იქნებ როგორმე ერთმანეთს მოусმინოთ. მამა იოსები გელათში, რომელიც უნიკალური პიროვნება იყო, ჩემთვის ყველაფერი, ჩემთვის, აი წაიღო მან ძალიან ბევრი რამ ჩემი და აი ღამეები უთია ბოლო პერიოდში რა შველოდა, რა მდგომარეობაც იყო და აი ყავდა ასეთი პიროვნება, ეს იყო პიროვნება, რომელიც ეხლა ხვდები რატომ ზუსტად ესე იგი 13 ნოემბერს, როდესაც არის 100,000 წამებულის დღე, შემოგვიერთა ჩვენ გელათში ისე გითხრა, რომ მე შემოგიერთებით, როდესაც თქვენ ევროპაში იქნებით მოგზაურობის დროს, ეს დიდი საქმე არის, ზუსტად იმ დღეს მოვიდა ათენში, როდესაც ვიყავით, დააკვირდით ათენში და მოვიდა და რა სიტყვა თქვა? სიტყვა თქვა, რომ ქართველები ნუ ხართ დაპირისპირებულიო. ყველა დიდი პიროვნება ლაპარაკობდა იმას, რომ ეს დაპირისპირება არის უბედურება. თქვენ ვინც მხარს უჭერთ, ან ერთ ან მეორე მხარეს, თქვენ აძლიერებთ დაპირისპირებას. აი მე ეს ვთქვი ერთი და მეორე ვთქვი ასეთი რამ. მე ამას ამ შემთხვევაში ვეხები პოლიტიკოსებს ძირითადში. მეორე რასაც მოყვა ფრთხილად გარეთ ძალთა მსახური პრეზიდენტის თვითმარქვია დასავლური ოპოზიციის ყოველი განსახაზება ქმედება გზა ორხელისუფლებიანობისაკენ. ამ ნაწილში მაკრიტიკებენ აი ხლა რაც ავიკითხე ამაში მაკრიტიკებენ ნაციონალური მოძრაობის და აი ამ დღევანდელი გარეთ ვინც არიან იმათ წარმომადგენლები, მაგრამ ისინი ვინც პირველ ნაწილში მაკრიტიკებენ არ იხსენებენ იმას, რომ მე ამასაც ვამბობ. ჩემთვის უბედურება არის დაპირისპირება. ყველა ქართველისთვის ოჯახში შვილი მყავს თუ ნებისმიერი ვისაც ხვდები ვეუბნები, რომ ხალხო იცოდეთ ცხოვრებაში დაპირისპირება არის მთავარი. დაპირისპირება არის ადვილი. სუსტები პირისპირდებიან, ძლიერები საერთო ენას პოულობენ. მომკალით, რაც გინდათ მიკენით, ამაზე ვიყავი და ვრჩები. ქართული ისტორია, თქვენ ვინც უჭერთ მხარს და ლაპარაკობთ იმას, რომ ან შედარება როგორ შეიძლება და მოგიყვებით ისეთ რამეებს და მაიძულებთ კიდევ უფრო მეტი რამ თქვა მე ამასთან დაკავშირებით. ვიმეორებ, მეცნიერთა კონგრესმა გააკეთა არაერთი და ორი ათეული, არადა 100-ზე მეტი მოვლენის ანალიზი, როდესაც საქართველოს მთელი სახელმწიფოებრიობის მანძილზე იყო კრიზისულ მდგომარეობაში. დასკვნა არის უმწვავესი. განათლებული კაცისთვის ესე იგი მშვიდობის სიმბოლოდ შეიძლება მიიჩნიოს დასკვნა. რა დასკვნაა ეს? ამ დასკვნაში წერია, რომ საქართველოში კრიზისი იყო მაშინ, როდესაც შიგნით იყო დაპირისპირება გარკვეულ ძალებს შორის. ახლა პარტიები ხო არ იყო რა საუკუნეების წინ. იყო დაპირისპირება
ქვეყნის შიგნით. და რაც უფრო ღრმა იყო ეს დაპირისპირება, მით უფრო ღრმა იყო ქვეყანაში კრიზისი. გამოვედროს გააკეთეს დასკვნა, რომ გარე ძალებს ქვეყანაში გარე ძალების ქვეყანასთან ურთიერთობა ორი რამით განისაზღვრება. დაპირისპირებაა თუ ერთობაა. თუ დაპირისპირებაა გვანადგურებენ. თუ ერთობაა გველაპარაკებიან როგორც ტოლი ტოლს. რა გინდა? ამაზე შემეძლო დამემთავრებია და მე თქვა ყველასთვის. დღეს შენ რო ხედავდე მეორე მხარეს, შენი მტერია, შენ უნდა იფიქრო იმაზე, რომ ეს დაპირისპირება უნდა დამთავრდეს. ყველა ვისაც მოაქვს ეს დაპირისპირება, ვამბობ ხმამაღლა 100%-ით მართალი რომ იყო, დაპირისპირების დროს თქვენ მართლის გამრჩევა შეუძლებელია. აიღეთ ორი ტელევიზია. რას აჩვენებს იმედი და რას აჩვენებს მთავარი არხი. ეს ორივე არის ვინმე შეიძლება შეირყე რომ ნახო ეს ყველაფერი. მთავარი არხი აჩვენებს იმას, რაც ეს სიამოვნება დღეს ქუჩაში გამოსულებს, იმედი და რუსთავი ორი და სხვები აჩვენებენ იმას, რაც ეს სიამოვნება ბიზნესებად აჩვენებს. რა ეს სიამოვნება ქართველ ხალხს ამაზე არ მუშაობს არავინ. გენიოსი იყო ბერა ბერძენიშვილი, რომელმა თქვა, რომ ეს ტელევიზიები დაგუპავენ ქვეყანასო. და აი ზორედ ეს ტელევიზიები გუპავენ ამ ქვეყანას. მე დღეს ყველას ვეუბნები, თუ მაგრები ხარ, აჩვენეთ ორივე, აი ერთიც და მეორეც, ერთმანეთის გვერდით თუნდაც რა არის და როგორ არის. და მე გეტყვით თქვენ ძალიან ბევრ რამეს, რომელიც არ იცოდით და რატო ვადარებ მე 2007 წელთან, 2011 წელთან, ან თუნდაც რატო ვთქვი 2003 წელი. საიდან დავიწყო? დავიწყებ 2003 წლიდან. როცა მოდიოდნენ დასავლეთიდან, შეურაცხყოფა მიაყენეს დავით აღმაშენებლის ზეგს ქალაქის ცენტრში. პოლიცია ყველა მოვიდა დავარბიოთ მითხეს, მე ვთქვი არ გინდათ, არ გააკეთოთ. იმათ ოჯახში უბედურება იქნება და დატრიალდა ყველას ოჯახში უბედურება, როგორც მე მაქვს ინფორმაცია, დავით აღმაშენებლის ზეგს არ მინდა რა გითხრათ რა გაუკეთეს ის, როცა იყვნენ დაბანაკებულები. შეგვეძლო თუ არა დაგვერბია, შეგვეძლო. უნდა გაგვეკეთებია? არა. ხელისუფლება ვიყავი. მეუბნებოდნენ რომ უნდა დავარბიოთ ისინი. მე ვუთხარი ქართველები არიან. უბედურებაა რასაც აკეთებენ. კატასტროფაა. ნახე უამრავი ნარკომანი. არიციან ქუთაისელებმა როცა წავიდნენ მეორე დღეს დავით აღმაშენებლის ზეგთან ნარკოტიკული რამეები გაიყარეს და ეხარა იქ ისინი რა ქვია შპრიცები ეხარა. სახელისუფლებო იმას მე ვუთხარი რომ არ გააღვიოთ ეს არ გინდა დაპირისპირებას აძლიერებს ყველაფერი რაც დღეს ხდება რასაც აჩვენებს იმედი დაპირისპირებას აძლიერებს რასაც აჩვენებს მთავარი დაპირისპირებას აძლიერებს დღეს მთავარი არის შეერთება ქვეყნის პოლიტიკოსებს დაანებენ თავი ესენი უბედურება არიან ამ ქვეყნის მე ჩემი ჩათვლის თავის ჩათვლით ვამბობ ამას ხალხო თქვენ ვისაც არ გინდა დღეს ის რომ ეს დაპირისპირება დასრულდეს იყავით ვინმეს მხარეს ვისაც დაპირისპირება გინდა თუ პარტიის წევრი ხართ მიდით ოცნებაში და უთხარით ხალხო არაფერი ამ ქვეყანას არ შველის თუ დაპირისპირება არ დამთავრდა ვიც ხართ ნაციონალურ მოძრაობაში შედით და მითხარით და ამაზე გააკეთეთ გამოსვლა ქუჩაში რომ დაპირისპირება უნდა ჩვენი ამოცანა არის დაპირისპირება დასრულდეს ქვეყანაში მე ამაზე ვსაუბრობდი ნებისმიერ დროს ამაზე ვსაუბრობ დღეს და ნებისმიერ დროს აი ლაპარაკობ ახლა ხომ რომ მაგალითები თუ არ მოიყვანე არ იჯერებთ აღარ ვსაუბრობ ტანკებით რომ მოდიოდნენ იმაზე რომელიც ის დღეს ახალ ამბებს გეტყვით წემაში გამგებელი რომელმაც ითამაშა იქეთ-აქეთ თერჯოლის გამგებელმა მისი მოადგილე გარდაიცვალა თერჯოლაში და გავიგე რომ ზესტაფონის მერს არ უშვებენ გამგეობაში და ნუ იქიდან წამოვედი და ეს ეთყობა იცოდა ყველაფერი რაღაც კავშირები ქონდა და მითხრა გირჩევული არ მეხვიდეო როგორ მე მთხარი როგორ არ მივიდე აი სადაც არ მიდიან ისინი მე მივედი და მივედი იმ ხალხთან შევედი ვინ პოლიციის უფროსი უყურებს 5 მეტროდან უშიშროების უფროსი უყურებს 5 მეტროდან 5 კაცი დგას კარებში და არ უშვებენ გამგებელ შენობაში და იმათთან მივედოდი რა შვებთ რა არის საითკენ მithყავთ ეს ქვეყანა ამ იმათ ვეუბნები არა მარტო ამ კარებში ვინც დგანან იმათთან არ ვლაპარაკობდი ან პოლიციასთან უშუალობას ვეუბნები გაყიდული იყო ყველაფერი გაყიდული მე არ მჯერა რომ დღესაც ეს ხელისუფლება და ყველაფერი გაყიდული არ ხავს და ესენი ასე რომ იქცევა პოლიცია ეს ამას გონია რომ ბიზნესი ამანაშვილს იცავენ ასე რომ ესვიან იმას ამას გონია რომ ქვეყანას იცავენ ორივე უბედურებას აკეთებ გაყიდულია ვინ დგას ამათ უკან ვერ გაიგებ მივედი ამ ხალხთან მის კარებში 5 კაცი იდგა სულ
მივედი მოთხარ უნდა შევიდე მეთქი არაო ბატონ თემურ დიდ პატივს უნდა შევიდე მეთქი არაო ავიღე ხელი ჩავჭერი ესენი ყველაფერი მე მარტო ვიყავი ისინი ბევრი იდგენ შიგნითაც შევედი ხმა ვერ გაიგეს შემოვარდა მიხეილ სააკაშვილი თავისი გუნდით ველურად როგორიც არის ისე შემოვარდა შენობაში უბშიშროების ხელმძღვანელი მოდის და მეუბნება დაგაპარებ თუ უკანაკარებიდან რას გამაპარებ რა მაკადრე მეთქი ცოცხალია ეს კაცი დღეს გამოდით და ილაპარაკეთ თქვენ უსინდისოებო თქვენ მართლა მაშინ იმ დღეს უმეუბნებოდით ეს აი თქვენ მიყვებიან ხართ რაღაცა ზატომი მე რატომ ყვები ამას ყველაფერს დღეს სხვა გაბედული მოქმედებაა საჭირო შემოვარდა მიხეილ სააკაშვილი 200 კაცით ვინც წალენჯიხიდან მოყავდა თუ წალენჯიხაშნდა თუ რაღაც იყო რა აქვს მნიშვნელობა ამას შემოვარდა ვინ იყავით მე გამგებელი ის ვინც იყო რომელიც გაჩუმებულია ახლა და ხმას არიდებს გამგებელი და მისი მოადგილე და მისი მოადგილეც მოვიდა და მან მითხრა რომ აი უკანაკარებიდან მე არსად არ გავპარულ ვარ მოვიდა ის დაცვა და მეუბნება ეს პიროვნება მიხეილ სააკაშვილის დაცვა თქვენო ბორია კახიანის მე ვარ ვიცოდე ბორია კახიანის მეგო ახლავე დაგცხრილავდი ადგილზეო ასე მითხრა ისევე როგორც მაშინ იქ რაც ხიტთან დაგმითხეს რომ ახლავე გესვიცო და მე სულ მეთქი რომ ეუბნებოდი მარტო დაუდექი ამაც და როცა მიხეილ სააკაშვილმა თქვა რომ ესე იგი ხელისუფლება ასეთი და ესეთი და ლამძღვა და მე ვთხარი შეუზნეო კაცო რაღაც უზნეო თუ რაღაც უწოდა ეხლა სიტყვას ამ შემთხვევაში ვერ ვიხსენები რომ ძალიან ნერვიულობ იცით ბატონებო რომ იმიტომ რომ ობიექტურობა დაკარგეთ თქვენ ვინც ბიზინა ივანიშვილს უჭერთ ხართ თქვენ უკვე ხართ პრაქტიკულად ქვეყნის მტრები ვინც მიხეილ სააკაშვილს უჭერთ ხართ ხართ ქვეყნის მტრები და მეცნიერთა კონგრესი აღმოჩნდა მართალი რომელმაც თქვა რომ ერთიც და მეორეც უნდა წავიდეს ასპარეზიდან ქვეყანაში მშვიდობა არ იქნება და რეალობა არის აი ახლა საშიში არ არის არც ბიზინა ივანიშვილი არც მიხეილ სააკაშვილი საშიშია მათი მხარდამჭერები ნაცვლად იმისა რომ ილაპარაკონ იმაზე რომ ხალხო რა შვებით ქვეყანას ერთობა ჭირდება რა შვებით ისტორია ამას ლაპარაკობს არა ან ერთ მხარეს ახალისებენ ან მეორე მხარეს და როდესაც ესე იგი მიიღო პასუხი ყველაფერი მეორე დღეს ლამის გმირად გამომაცხადდნენ ეს და ესე იგი რომ რეკავდნენ დავარბიოთ არავით არ დარბევა არაფერი საჭირო არ არის მეთქი უბრალოდ მიეცით პასუხისგებაში ძალიან ძლიერი პიროვნება იყო ჭუმბურიძე პასუხისგებაში მიცა დაიძახეს თბილისში და არა და ვის არ მინდაო მაგეს მოუვლით თუ აქ ხალხი ჩამოავეხლა აჭარიდან ეს იქნება სისულელე ნაცვლად იმისა რომ იურიდიულ ენაში გადაეყვანათ ყველაფერი ხო ქუთაის იმერეთს რაც შეეძლო აკეთებდა არც არავის არ მევდა არავითარი მძიმე დარბევა არავითარი რაიმე არ ყოფილა ვიდრე მე ვიყავი იქ და ეს დაპირისპირებული მხარეები შევაერთე რატომ? იმიტომ რომ ყველა მიტინგზე მივდიოდი, ყველას ხვდებოდი, ყველას ველაპარაკებოდი, დამალული არ ვიყავი. გინახავთ ამ დღეებში ვინმე სერიოზული პროგრამით გამოსული. პროგრამით, რომელიც შეაერთებს. გამოდიან და ლანძღავენ მეორე მხარეს, ერთი იმას, მეორე ამას. ეს ხომ აბსურდია, ბატონებო. თავიდან ბოლომდე 1000%-ით მართალი რომ იყო ბატონო ბიზინა. დღეს არ არის იმის დრო გაიყვეს ვინ მართალია, ვინ არა. დღეს ეს უნდა დავამთავროთ. ეს უნდა დამთავრდეს როგორმე და უნდა დამთავრდეს კომპრომისით, თორე ქვეყანა იღუპება. ვიმეორებ, ქვეყანა იღუპება. და იღუპება ბევრი რამის გამო და გეტყვით ახლა რატო იღუპება. მოდიან უკვე ისინი ჯარისკაცები, რომლებიც უკრაინაში იყვნენ. ვიცი ძალიან კარგად, რომ ბევრი ვინმე დაკავებული ყავს. დღეს აი იმიდან რუსები იყვნენ, ეს თუ ესე იგი ჩრდილო კავკასიელები იყვნენ, რომლებიც იბრძოდნენ უკრაინელებს ხარეს დაკავებული ყავს იმას, რომლებსაც რუსეთი ეძებდა. დაკავებული ყავს, მაგრამ ვერ გამოვაყოთ. დღეს და ვერ ლაპარაკობენ, იმიტომ რომ კიდე რუსეთის იმან არ ჩავთვალო უნდა რაღაც ამდაგვა. გამოიტანეთ ყველაფერი ხალხო და ვინ-ვინაა თქვით. მე ეჭვი არ მეპარება იმაში, რომ ძალიან ბევრი ვინმე ამ ოპოზიცია რასაც ქვია იქ ოპოზიცია მე იქ არ მივდივარ და არ ვლაპარაკობ, იმიტომ რომ ვისაც დღეს ოპოზიციას და ლიდერი ქვია, ეს არის სასაცილო მდგომარეობა. ოპოზიციის ლიდერობა რომ მოიგონა ბარამიან, ამაზე დიდი ცინიზმი გინახავთ. ოპოზიციის ლიდერობა რომ მოიგონა ესე იგი მოირგო მელია, ამაზე მეტი ცინიზმი გინახავს. ხაზარაძე რომ ოპოზიციონერი იქნება და ქუჩაში დაიწყებს იალს, ამაზე მეტი ცინიზმი გინახავთ. იგივეა თქვა ნებისმიერ გვარამ დახარია რომ გამოვა, თვალებ დათხარა ხალხს იქ და რომ გამოვიდა ოპოზიციონერი და ამაზე მეტი ცინიზმი გინახავთ. არ მინდა ვინმე გამოვჩეს ეს გვარები ყველანი ეს ხო ამათ უკან ხო ოლიგარქები დგანან ყველანი ნებისმიერის უკან. დღეს ოპოზიციურ იმას რომ მოიგებს და ის იმას გააკეთებს პრეზიდენტი და ორ ხელისუფლებიანობისგან მიყავს ქვეყანა ამ ქალბატონს ეს ხო კატასტროფა.
ვინ ლაპარაკობს ასე ან ერთეგებიან ფერქვეშ არ მეორეს მეცნიერთა კონგრესი რომლის პოზიციებზე ვდგევარ მე ვამბობ რომ ერთი ტრაგედია ამ ქვეყნისთვის მეორეც ტრაგედია მაგრამ ესენი არ არიან იმდენად დიდი ტრაგედია რამდენადაც არიან ისინი რომლებიც დღეს ამბობენ რომ აბა ამას მოუთმინოს ხელისუფლებამ ამას ამბობდა მიხეილ სააკაშვილის დროს ძალიან ბევრი გაზეთებში ნახეთ 26 მაისს რომ იცით რას წერდნენ გაზეთები რას გადაცემდა რუსთავი 2 რას გადაცემდნენ სხვა ტელევიზიები რომ იქ ბანდები არიან იქ ჯიგირები არიან იქ ქურდები არიან იმის კოქტეილები აქვს ესენი აქვს ისინი აქვს რაღაცები ნახეთ ბატონებო იგივეს რასაც დღეს სამთავრობო ტელევიზია ლაპარაკობს ამაზე იგივეს ლაპარაკობდა 2003 წელს სამთავრობო ტელევიზია ოპოზიციაზე მერე გიმირება შერაცხეს იგივეს ლაპარაკობდნენ მერე როდესაც შევარნაძის გამოშვება იყო სამთავრობოს 2013 წლის მერე თქვათ აი პერიოდები რაც იყო ქუჩაში რაც კი გამოსვლები იყო სამთავრობო ტელევიზიები ყოველთვის ლაპარაკობენ იქ მოდიან ასეთები ისეთები და ამავდროულად ყველას ვეუბნები ეს არის დაპირისპირება მე გეუბნები თქვენ რომ მინიმუმ 90% მე ვარ ამ ხალხში ხედავ უწესიერესი ადამიანები არიან ზოგს დედაყავს უცხოეთში და ამბობს იმას რომ დავიქცევით ის რომ ევროპიდან გამოგვიშვას სწორად ეშინიათ ზოგს ძმა ყავს ახლობელი ყავს სწავლობს ან უნდა წასვლა სასწავლებლად ზოგი ემზადება წასასვლელად რაღაც ამ იმაზე ეს ხალხი გამოვიდა რომ შეშინდნენ და თქვენ ამათ ეძახით ყველას სააკაშვილის აგინებენ უკანასკნელი სიტყვებით სადაც მე მივდივარ ბიძინა ამანიშვილის აგინებენ უკანასკნელი სიტყვებით ისინი ლაპარაკობენ იმას რომ ქვეყანა გადავარჩინოთო ეს არის 90% 10% როგორც მინიმუმი 2007 წელშიც 2013 წელშიც 2011 წელშიც ეხლაც დარწმუნებული ვარ და ყველა პერიოდში იყო ისეთი რომელიც იყო შემოგდებული მოდით შევეხები ახლა იმას რომელიც დაკავშირებულია 2000 მე როცა ვთქვი რომ ზუსტად ის დავინახე 2011-ში რა მოხდა 2011 არ არის კარგად შესწავლილი მე ბატონ ვოლსკის დაურეკე ერთხელ როდესაც გავიგე რომ ჩრდილოეთ კავკასიაში ისინი ბატონი ოქროაშვილი მას მაშვებოდა აჯანყებას აწყობდა იქედან ამას სამკე მოუყვები მაგრამ მაშინ ვოლსკი მითხრა რომ ეხლა მთავარი არ არისო ისო ოქროაშვილიო ეხლა მთავარი არის სააკაშვილიო ვინ არის სააკაშვილი მე ვთქვი რა პრაქტიკულად სააკაშვილის წინააღმდეგ ბრძოლა ეს არის არარაობა ხარ თქვენს იმიტომ რომ ებძვით არარაობას იმუშავეთ უკეთესად ვიდრე სააკაშვილი და დამთავრდება სააკაშვილი მეთქი ვერ მუშაობთ საქმეს არ აკეთებთ საქმე წინ არ მიდის ქვეყანა ინგრევა ქვეყანა იქცევა შიმშილია გაუბედურებულია ესე იგი თქვენ დიდრდებით ხელისუფლებაში ვინც ხართ და გონიათ რომ სააკაშვილის მომხრეებით განან ქუჩაში ვაი თქვენ საწოდაოებო როცა ეს გონიათ თქვენ იქ დგას ხალხი რატო არ არის ტრიბუნა რა გააკეთა გუშინციმ კაკაბაძემ გუშინ რა უთხრა გოგუჩავას გაუბედა ვინმე ასეთი რამე მიტინგიდან გააძევა მკვლელები ხართ თქვენ ნაციონალური მოძრაობა უთხრა ასეთი ძალიან ბევრი ემან ობიექტურად შინაგანადაა ასეთი კაცია ის რომ ვერიტანს ამ იმას და ამერიკაში ცხოვრა ძალიან დიდხანს და ძალიან ბევრი და ასეთ ადამიანს სხვანაირად უნდა იყენებდეს ქვეყანა უნიკალური განცხადება წავიკითხე რომელიც გააკეთა ბატონმა გიორგი კვირიკაშვილმა და ძალიან გამიხარდა რომ ბატონი გიორგი კვირიკაშვილი აი იმ შემადგენლობაში რომ აი ვინ უნდა იყოს ძველებიდან ხელისუფლებაში ერთ-ერთი ბატონი კვირიკაშვილი რომ დაასახელეს იგივე ბატონი ჯანელიძე საგარეო საქმეთა მინისტრი რო იყო და ბევრი სხვა ვინმე ხა მე კი არა 8000 მომინმე დაასახელა ესენი მაგრამ კვირიკაშვილმა უნიკალური განცხადება გააკეთა ნებისმიერი ხელისუფალმა უნდა დაიდოს მაგიდაზე არც ვინმე წინააღმდეგ წავიდა კულტურულად აკადემიურად მაინც მორწმუნე კაცია და გამოვიდა და ასეთი რამ ილაპარაკა აბსოლუტურად არავის არაფერს არ უსმენთ მე ვეკითხები ძალიან ბევრ ვინმეს მეცნიერებს აკადემიას ვხედავ რომ გეთათბირებიან გეკითხებიან როგორ უნდა მოვიცეთ შეიძლება რომ ყველას არაფრად მთელ ქვეყანას არაფრად ვიდე და რასაც შენ აკეთებ ის იყოს კარგი ნებისმიერ დროს ვიღაცას ხოლმე ეთათბირო მე ხმამაღლა მინდა გავიხსენო რომ ასე დროს ჯუმბერ პატიაშვილი უამრავ ვინმეს ეთათბირებოდა 9 აპრილის წინა პერიოდში უამრავ ვინმეს ეთათბირებოდა და მინახავს ეს ბევრჯერ თქვათ იგივე შევარდნაძე აბსოლუტურად ამათ არავისთან დათათბირება არ შეიძლება ჩაკეტილები არიან ვიღაც ჩამოყვანილი ყავთ ისრაელიდან გერმანიიდან რუსეთიდან ამერიკიდან ეს იმიჯმეიკერები და რასაც ისინი გიკარნახებენ რას გიკარნახებენ თქვენ და ვინ არიან ეს იმიჯმეიკერები იცის რას გიკარნახებენ ხალხო ამის წინააღმდეგ გამოსულ ხართ ვინმეს გითქვა ამ თამაზე
თემურ შაშიაშვილმა ეს როგორი შეატარა, აი მოდი გავაკეთებ ამოუწურავ, ეს არ იყო 2000, იმიტომ რომ ხვალ ჩვენ გამოვაქვეყნეთ 3 საათზე ტელევიზია ქართული ტივით არის ჩემი ესე იგი საავტორო გადაცემა და მე წავიკითხავ მეცნიერთა კონგრესის წინააღმდეგები 4 ნოემბერს რო გამოქვეყნდა, რომ განჯის შედეგად რა მივიღეთ და ეხლა მეცნიერთა დიდი კონგრესი რო განიხილავს, იქ დღეს ამას არ შევეხებთ. უბრალოდ იქ იყო 2011 წელზე რო ვისაუბრეთ. ბათუმში ჩავედით 22 წელს იქ ღონისძიებები იყო. ბატონმა დუმბაძე მოედანზე ვარ, მგონია რომ მხოლოდ მიტინგი უნდა, თურმე ამათ განსაზღვრულია, დავალებული აქვს. მე არავინ არ მითხრეს, მე ვიყავი საბჭოს წარმომადგენელი, ანუ იმ შვიდეულში, ვინც მართავდა ამ პროცესებს, მე დამიმალეს თბილისშიც და იქაც და თურმე ტელევიზიაში შევარდნა და გეგმილი. და შევარდნენ ტელევიზიაში. ბატონი დუმბაძე. მივედი იქ ვებნო აწყნარებ ფერს მემესოდენ, იქეთ ხარეს გავდექი. დევნები რა შვებით ხალხო, ეს არ შეიძლება, ამის გაკეთება არ შეიძლება. არ შეიძლება, ეს იყო მაშინ ყველაზე დიდი რეაქციული დამოკიდებულება ქვეყნის მიმართ. ჩამოიღეს minები ბათუმის ტელევიზიაში, ეხლა რო ლაპარაკობენ რაიმე დაუნგრიეს კი არა, რაც იქ მოხდა. კიდევ მეორე აჭარის იმ დროინდელ პოლიციას დიდი მადლობა, რომ ისე არ იმოქმედეს, როგორც შეეძლოთ, მაშინ ემოქმედა. სასაული რამეები გააკეთეს ჩვენმა წარმომადგენლებმა. ვინ იყო ესენი? ხალხმა არა. ეს 10-15 კაცი ყავდათ, არ შეიძლება შემოსული იყო, საშინელებები გააკეთეს. ანალოგიურად თუმე იმ დროს ერთდროულად დაგეგმილია. მე არ ვიცოდი. რომ თბილისში უნდა შევარდნენ ტელევიზიაში. ანალოგიურად აქეთ მოხდა. საერთოდ დავჭი, მაგრამ კიდევ უარესი ღამე. მე მეუბნებიან, რომ ახლა აქ რაღაც შეიძლება იყოს ჩვენ აგვიყვანონ პატიმრობაში და ჩვენ მე აგვიყვანონ, მე რა პრობლემაა ეს? ვინც რა გააკეთა და გადაღებულები იყო. ბევრი რამ დღეს ტელევიზია აჩვენებდა, როგორ ისწორდნენ ჩვენები. ამ შემთხვევაში ვითომ ჩვენ ხარეს მოიწვია სინამდვილეში ჩვენი მტრები, როგორ ესწორდნენ ტელევიზიის შენობას და ჩამოიღეს ტელემინები. რა ეს ვინმე წაშალა? თუ ეს აგინდა დაივიწყოთ, არ გინდათ. მე მინდა ვიყო ობიექტური. ის რაც 26 მაისს მოხდა, 80% იყო დანაშაული, იყო შეცდომა. და კიდევ კარგი ნონა გაფრინდაშვილი იყო და კიდევ კარგი რომ ერთმანეთს უსმენდით ჩვენიკ და მე მაშინ დავწუნდი და მაშინ კიდევ უფრო მეტად გამოკვეთილად რომ მეც და ქალბატონი ნინოს და სხვები ძალიან ფრთხილად საუბრობდით, იმიტომ რომ იქ იჯდა ნონა გაფრინდაშვილი, იქ იჯდა ესე იგი უდიდესი კინორეჟისორი, იქ იჯდნენ გია ბურჯანაძე, სხვები, ეს ხალხი, რომლებიც თქვათ აი ასე ადვილად არ აკვებოდნენ რაღაცებს. და აი ამისგან ამიტომ ამბობ მე რომ ცოტა მეტი აქტიობაა საჭირო მეცნიერების და სხვების, ამას არ აკეთებენ. წავედით და ჩვენ იქეთ მე და ბატონი დუმბაძე, ეს ძალიან მინდა რომ დაურეკო და შევხვდეთ და დავждეთ და ვინ დაავალა მასო ტელევიზიაში შესულიყო. მე ვიყავი საბჭოს წარმომადგენელი, ანუ თუ იერარქიულად ვისაუბრებ, ყველაზე და დუმბაძემ გამოაცხადა ტელევიზიაში მივდივართ. და შევარდნენ ტელევიზიაში. დაამსხვრიეს ტელევიზია, ჩამოიღეს minები. ეს არ იყო მაშინ რომ ელაპარაკებით, ეხლა მაშინ ვინმე რამე შეეხო. ეს 22-23 რიცხვში. საღამოს მივედით და ველოდებით ამას, მე მითხრეს რომ უნდა წავიდეთ და ერთი ბატონი დუმბაძე, მე და რამდენიმე პიროვნება, ერთი ქალბატონი, რომელსაც ყველაზე მძიმედ დაწერა 26 მაისს როგორ ადარებო. 26 მაისი უბედურება იყო და შეცდომა იყო. მიხეილ სააკაშვილი იყო სუსტი. თორე სხვანაირად შეიძლება იქ მოქცევა ყოველგვარი იმის გარეშე, მაგრამ ვინ ჩვენ არ ვიცოდით სინამდვილეში რა ხდებოდა და მე დარწმუნებული ვარ, მე არ ვიცოდა. აი ეს ხდება დღესაც ამ მოედანზე. მე არ ვიცოდი თვითონ საბჭოს წევრობა ბევრიდან. და გეტყვით ეხლა რაზეც არის ლაპარაკი. რადგან ეს გინდოდათ რომ ეთქვა ლაპარაკობ ეხლა და კიდევ უფრო მეტ რამეს. მე ამას აქ არ ლაპარაკობ, მარტო ქალბატონ ნინოსთან საუბარი მქონდა რამდენჯერმე და ვთხოვე. დავჯდეთ ყველანი ქალბატონ ნონა ჩვენ და ვილაპარაკოთ რა მოხდა. ქალბატონ ნინოს საკებ ვთხოვე რამდენჯერმე. ყველა უარს მეუბნება, ბატონ ირაკლი ბათიაშვილის თხოვე. ყველას ველაპარაკები, შევიკრიბოთ ერთხელ ის საბჭო და მოდით ვილაპარაკოთ და თუნდაც ან ტელევიზიის გარეშე, ან ტელევიზიით რა მოხდა? რატომ მოხდა ეს ბათუმში? რატომ დამამსხვრიეთ ესენი ჩვენ? კარგი, დავანებოთ, მძივართ რაღაც გარკვეულ ბუნკერში და ხმებით რა ხუნი ისმის ზემოთ. მე ვთქვი რაღაც ცუდი ხმებია. ის ქალბატონი მეუბნება, არა არ გახვიდეთ გარეთო, თუ ისეთი შტაბეშტილება მჩება, იმან იცოდა რომ იმ ხმებს დაგორბებდნენ. მე ვთქვი როგორ არ გავიდი გარეთ. წავედი და შეცვა დუმბაძეს და გამომყვა ისიც. ავედით ზემოთ, შევარდნილი პოლიცია მთავარ ოფისში, ეს სხვა ოთახია უღიათ აქეთ. იმისგან განსხვავებული არც ვიცოდი ეს ოთახი თუ იყო პირველად ვიყავი ამ ოთახში.
შევარდნილი პოლიცია ვერ იცნეს ეს მე მომეკიდნენ დიდი პატივისცემით ბატონი დუმბაძე დააწვინეს იატაკზე ყველაფერი აი იატაკზე დააწვინეს ხალხი გადაუარეს ამ ხალხს საშინელება უყურს ჩემი თვალით უყურეს საშინელებას კიდევ კარგი და ბევრი რამ ისეთი რა ერთმა პოლიციელმა მითხრა მე ტრაგედია მომივიდა დღესო ესე იგი დამოვალეს ესო და მანდა მაინც ვისთანაც მივედიო ჩემი კლასელი ანუ თავის კლასელს ცემდა ხალხო ხედავ რა გავაკეთეთ ჩვენ ქვეყანაში ეს დაპირისპირება მართალი ვინ იყო იმ პოლიციამ შეასრულა დავალება რაც მიცა მიხეილ სააკაშვილმა და რაც მიცა იკაურმა ხელისუფლებამ მაგრამ ხედავ რა მოხდა ქვეყანაში მე ვხედავ რომ ეს დაპირისპირება არის ოჯახებში გადავიდა უკვე საშინელებაა კატასტროფა ხდება ბატონებო კატასტროფა გთხოვთ გეხვეწებით გემუდარებით მე რამდენიც გინდა ლანძღეთ მაგრამ ვებრძოლოთ დაპირისპირებას ქვეყანაში დაპირისპირება არის ყველაფრის უბედურება ჩვენ გვინდა კონკურენცია და არა დაპირისპირება ქვეყანაში არ არის კონკურენცია იმიტომ რომ ნეპოტიზმია ნათესავებია თანამდებობებზე და იმიტომ რომ კორუფცია სადაც კორუფცია და ნეპოტიზმია იქ კონკურენცია არ იქნება არ არის კონკურენცია არის დაპირისპირება ძალისმიერი მეთოდები კარგი ჩამოვიდით თბილისში ჯოხები მეჭირა თუ არა ხელში 26 მაისს მე არ მეჭირა ვინ დაარიგე ეს ჯოხები ყველა მონაწილეზე რატომ დავარიგეთ ჯოხები ვისთვის უნდა დაგვერწყა ერთმანეთისთვის ყველა ჯოხი ამან მიცა საშუალება ეს იყო ყველაზე დიდი ანტიეროვნული ვინც ეს გააკეთა ვინც ეს დავალება შეასრულა ვინც ჯოხები მოიტანა აბსოლუტურად ყველა მონაწილეს მოდი დაიხსენეთ და ნახეთ ჯოხები ეჭირა ხელში მე ვამბობ იმას და არა მარტო მე ბევრმა სხვა რა გვინდა ესენი ჯოხებით მოვერევით ტანკებს და ვეუბნებოდი რომ ტანკებს პირიქით ჩემ პოზიცია რა იყო შევიკრათ ხელები და ვთქვათ რომ ჩვენ ხელებს შეგრული ვდგევართ აქ არაფერს არ მეწინააღმდეგებით ვართ მშვიდობიანად არ გაიზიარეს ჩემი წინააღმდეგობა იყო რომ ერთმანეთს გადავებათ რომ არავინ არ წავიდეს იქ მე დავჭი ბოლოში ყველაზე ბოლო ხმამაღლა ვამბობ ამას ყველაზე ბოლო სცენაზე ვინც იდგა აგერა გაქვთ გამგო ისინი დამალეთ ყველაფერი მე ვიყავი რომ დავინახე როგორ მოდიოდა ეს ჯარი საშინელება რო შეხედე გაზი გაუშვეს ტყვია იმის ტყვია რო იყო რაღაც ბურთების ის ტყვია თავში მომხდა გადმოვარდი იმედან სცენიდან ისე რომ არ მახსოვს არაფერი მე ძლივს გადავრჩი ხელები შემიკრეს და წყალში დამაგდეს ისი გრიგოლ აბაშიძის ქუჩაზე 6 ნომერში ძილში მეგონა მძინავს თქო გავიღვიძე წყალში რო ვარ მე ვფიქრე წყალში სიზმარია თქო გავაგზავნე ძილი ამოვიღე მე და ესე იგი ვეგდე წყალში საშინელება მე რაც გადავიტანე თქვენ ამას მე მაგრამ მე რომ გადავიტანე ამიტომ ვიცი რომ არის ეს არის უბედურება როგორც იქცეოდა ხელისუფლება მაშინ ისევე იქცევა ეხლა ქუჩებში დაძევენ აგერ ათმინდა მე კონსერვატორიასთან ვარ აგერ სადაც დღეს და ჩავდივარ ძალიან ხშირად პროსპექტზე რუსთაველის პროსპექტზე რასაც ვხედავ როგორ დაძევენ ხალხს როგორ აკეთებენ იგივეა რაც იყო მაშინ არაფერი არ შეცვლილა მე ამას მეხვეწებოდნენ ქუთაისში რომ ვიყავი რომ ამას ვიზამდი ერთი მიტინგი დარბეულა ქუთაისში მე მივდიოდი მიტინგზე მე გამოვდიოდი სადაც მართლები იყვნენ ხარს უჭერდი არ ერთხელ და ორჯერ ყოფილა მიხეილ სააკაშვილს დაურეკავს აშილად თქვენ რატო აკეთებთ ამას ჯანე მე ვეუბნებოდი მე ვინ არჩუნებ შვიდობას და მე არ მინდა დაპირისპირება თქვენ დაპირისპირებული ხართ არ მაინტერესებს თქვენთან ურთიერთობა მითხარით ერთი თუ ასეთივე განწყობა არ გქონდა ერთი ქუთაისელებმა თქვით რომ აი რომელიმე მიტინგი ასადმე რაიმე დარბევა მოხდა ერთხელ გააკეთა ერთ-ერთმა პოლიციის უფროსმა და დავაკეთე საკითხი რომ მოეხსნათ რაღაც იყო 26 მაისის იმაში რაღაც თანაც იმართებდა ათასტაირად თავს და მე ვარ მივსულიყავი იქ მივედი სადაც იყო ეს ყველაფერი ხალხო ადამიანებო არავის მხარეს მე უფრო მწარე რამე მინდა გითხრათ პრეზიდენტს არჩევნებია მე ამ მაგალითებს ატოვები ამ მაგალითებს შეუძლია ასეთ რამეებს შეუძლია ქვეყნის გადარჩენა პრეზიდენტს არჩევნებია ორი მთავარი კონკურენტი შევარდნაძე და პატიაშვილი პრაქტიკულად გამოკვლევებით ერთმანეთის იმაზე მიდიოდნენ დაინიშნა 7 რიცხვში 9-ში არჩევნები 9 აპრილს და 7-ში დაინიშნა ქუთაისში შეხვედრა ხარება დღეს დაინიშნა შეხვედრა ბესხიშვილის თეატრში იმავე დღეს რა თქმა უნდა არასწორად მოიქცნენ მაგრამ იმავე დღეს შეხვედრა დანიშნა იქიდან 200 მეტროში კინოთეატრში
ჯუმბერ პატიაშვილის საარჩევნო გუნდმა. ესე იგი 200 მეტროში ორი მთავარი დაპირისპირებული. ატყდა რეკვა თბილისიდან. შინაგან საქმეთა მინისტრი უშიშროება ყველანი ცოცხლები არიან ხო ყველანი. რომ როგორ შეიძლება ამის დაშვება გადაკეთებთ არ შეუშვათ. მე ვეუბნები რომ მე წავალ ქუთაისიდან თუ თქვენი ბრძანებები არ შესრულდება. არავითარი პრობლემა თქვენ არ არის მე მმართავ სიტუაციას. ჩატარდა მეცხიშვილის თეატრში, ჩატარდა იქაც. არის რო ვაცილებ აეროპორტში პრეზიდენტს ვეუბნები თქვენ შეგიძლიათ დაიჯეროთ რომ თქვენგან 200 მეტროში ის შეხვედრა იყო გაიგეთ მეთქი და ვეუბნები აი იქ რაც გააკეთეთ თქვენ მარნეულში რომ მამალაძის ხალხმა ქვები დაცხო იქეთ სააკაშვილი რო ჩავიდა ამით უბედურება გააკეთეთ მეთქი თქვენ ყველანაირი დაპირისპირება არის უბედურების გზა ლარწღეთ რაც გინდა წერეთ ღმერთმა ხელი მოგიმართოთ მე უფალი არ გამწიროს იმიტომ რომ მე ვარ მომხრე იმისა რომ ეს დაპირისპირება უნდა დასრულდეს მამალა მინდა გითხრათ 12 წლის თავზე არის დაპირისპირება 12 წელი ხელისუფალი იყავი ხალხის მდგომარეობა უკეთესობისკენ არ წასულა ხალხს სააკაშვილი ენატრება ის უფრო მეც აკეთებდაო და 12 წლის თავზე ამდენი კაცი ყავს ქუჩაში ხელისუფალი ხარ აღარ ხარ ეხლა გეკითხებით მე თქვენ ვინ მოიყვანა ქვეყანა აქამდე და ვინ გამოიყვანა ეს ხალხი ქუჩაში ერთმანეთთან აი ერთი ფაქტი უარყავით ერთი ფაქტი 2003 წლის რევოლუცია ძალიან დიდი ნაწილი დააფინანსა ბიძინავანიშვილმა თქვენ მიგაჩნიათ სწორი იყო მე მიმაჩნია შეცდომა იყო 6 თვე იყო დარჩენილი თუ რაღაც 1 წელი შევარდნაძისგან მე ვამბობდი 1 წელი მაგრამ რომ არ მომხდარიყო რევოლუცია სააკაშვილი ვერ გახდებოდა პრეზიდენტი სააკაშვილის გადარჩებოდა ქვეყანას გადარჩებოდა რევოლუცია შეეძლო ამის გაკეთება ვინ გააკეთა რუსეთმა ამერიკის და რუსეთის შეთანხმებამ და რევოლუციური გზით დაამხეს ხელისუფლება კარგი იყო დღეს ტრაბა ხობს ვინმე რომ იმ რევოლუციის მომხრე ვარო მე უფრო მეც გეტყვით 2091-92 წლებში აი კიტოვანთან უდარბოდნენ შავ-ზღვაზე დაკრებული ბობოხიძე და ყველა მალავს დღეს ძალიან ბევრი ვინმე ისინი რომლებიც დღეს მიტინგზე დგანან იქ იმაში დარბოდნენ მე ყველას ვეუბნებოდი მაშინ სისულელია ჩემი დაწერილი გამოქვეყნდა მაშინ ახალგაზრდა ივერიელში გამოქვეყნდა მე რაც დავწერე ჩემი მარტო კი არა ხელი რომ მოვაწერინე პუპუზა და აი აგერ ყველა ადამიანი დაადასტურებს ამას არაერთი და ორი პიროვნება ვინც ხელი მოაწერა 52-მა პიროვნება მოვაწერეთ ხელი ჩვენ მაშინ იმ დოკუმენტ მე შევადგინე ეს დოკუმენტები რაზე იყო ორიენტირებული ხალხო დაპირისპირება არ შეიძლება ბოლო დეპეშა მე გავაგზავნე რომელსაც გოცირიძემაც კი უარი მითხრა ესე იგი სახალხო ფრონტის ოთახში რომ ვიყავით ჭიგრებილები მე ვთხარი გავიდეთ ქუჩაში ვაში ჩავდგეთ არ გაიზიარეს მე ვთხარი დეპეშა მაინც გავაგზავნოთ და უთხრათ რომ ხალხო დაპირისპირება არის და დაჯექით ჟვანია და გამსახურდია და სიგოა დაჯექით ტელევიზიით და გადარჩება ყველაფერი თქო გარწმუნებთ მეთქოროთ რომ მოეძებნათ ძალა ორთავეს ერთმანეთთან დამჯარიდნენ არავითარი გადატრიალება არ მოხდებოდა არავითარი გადატრიალება არავინ არ დაეთანხმა მე ხო ოფიციალურ დოკუმენტს ვამბობ მე გავედი გარეთ და უთხარი შეცდომას უშვებ თქვენ ყველანი მე წავალ და მარტო გავაგზავნე დეპეშას თქო და გავაგზავნე დეპეშა და უთხა მივწერე გამსახურდიას რომ ესე იგი გადარჩენა არის ერთრამეში დაჯდეთ პირდაპირ ეთერში სასაუბრო დაწყნარდება ქვეყანა თქო მე ვერ გეტყვით მივიდა არ მივიდა მასთან ეს დოკუმენტი ფაქტია რომ მოხდა უბედურება მივდივართ ამ გზით ჩვენ დაპირისპირებით როგორ ხდება ქვეყანაში თქვენ როგორ ფიქრობთ 90 წელში ესე იგი 91 წელში ეს რაც მოხდა ქვეყანაში 91-92 წელზე გარეხელი არ ერია რას ლაპარაკობ რუსეთის და ამერიკის ამიტომ მე გითხარით წეგან გარე ძალების დამოკიდებულება ჩვენ ხო ანალიზი უნდა გავაკეთოთ ახლა თქვენ თემურ შაშიაშვილი მოგწონთ არ მოგწონთ ეს გადადეთ გვერდზე ნუ მოგწონთ მაგრამ ფაქტ შეეწინააღმდეგეთ 91-92 წლებში რეალურად იმას ვამბობ რომ თუ ქვეყანაში არის დაპირისპირება ან ამას ხელოვნურად იწვევენ გარე ძალები მაგრამ თუ ვერ მოძებნიან სათავისო ხალხს ვერაფერი ვერ ხდება თუ ჩვენ შეგრული ვართ მაგრამ თუ შიგნით ჩვენ თვითონ ვიყოფით მე უკვე ერთს ერთი ეპატრონება მეორეს მეორე ერთს დაეპატრონა დასავლეთი მეორეს დაეპატრონა რუსეთი რუსეთის და დასავლეთის ომი იყო 91-92 წლები რუსეთის და დასავლეთის ომი იყო საქართველოში კარგით
წავიდით მერე რა მოხდა ივანოვმა დატოვა საგარეო საქმეთა მინისტრმა და ტრაბახობდა მაშინ პუტინი რომ მე მოვაწესრიგე და აი და ესე მე ვარ იმის მომხრე როდესაც ერთი პიროვნება დაპირზე იჯდა ლუშკოვს უღეკავდა ესე იგი იქ მაშინ ქართველი კაცი ძალიან ძლიერი და კარგი პიროვნება ვიცე მერი იყო და მე სხვისგან ვიცი მაგრამ დარწმუნებული ვარ ისიც დაადასტურებს ამას რომ დაპირს ესწრებოდა რეკავს პუტინი და ეუბნება ლუშკოვს რომ საქართველოში ძალიან კარგი ახალგაზრდა კაცი მოვიყვანეთ ეხლა საჭიროა რომ აბაშიძე მოვაცილოთ და თქვენ მე ქალაქის მერს ლუშკოვს გავალებთ იმას რომ გადაწყვიტეთ თქვენ კარგი ურთიერთობა და გადაწყვიტეთ აბაშიძის წამოყვანა თქვენ გონიათ რომ აბაშიძე ხალხმა გაუშვა იმ რევოლუციით პუტინმა წაიყვანა ლუშკოვს გააკეთებიეს ყველაფერი ასე იყო ჩართული გარედან ყველა ძალა მაშინაც ვამბობდი დაპირისპირება როცა ვიღაცა ამ ორი მხარის უკან დღეს საქართველოში არის ორი ქვეყნის დაპირისპირების გამოძახილი საქართველოში რაც ხდება ეს არის გაგრძელება რუსეთ-ამერიკის დაპირისპირების ჩვენ უნდა მოვძებნოთ საერთო ენა რომ ამ დაპირისპირებას არ ავუხმეთ ვერ შეძლეს ეს აზერბაიჯანში და ხედავთ როგორ მიდის საქართველოში ესე იგი უკაცრავად ლიტერატურული სიტყვით ვამბობ ყოფა გვიტირეს და ორივეს უხარია რაც ხდება ამ ქვეყანაში ორივე ქვეყანას ქართველ ხალხს გარდა ყველას უნდა უხაროდეს ის რაც ხდება ქართველ ხალხს გარდა ჩვენ მეგობრებს არ უხარიათ რა თქმა უნდა ნახეთ ეხლა რეალურად ამ ომის გამოძახილია ხო ყველაფერი კარგით ეხლა ისე იმ ძველ იმაზე რომ წავიდე და გითხრათ მე 26 მაისი უფრო უარესი რამე მინდა გითხრათ მე მაშინ არ ვიცოდი ეს გარკვეული პერიოდის 26 მაისის შემდგომ მირეკავენ და მეუბნებიან ეს ცოცხალი პიროვნებები იმერეთიდან წასულები და მეუბნებიან რაღაც ერთი გამოსვლა გავაკეთე და მეუბნებიან რომ ბატონო თემურ თქვენი გამოსვლა რომ მოვისმინეთ აი ამიტომ იმ გამოსვლის გამო რამე ჩამქოლეს აქ მაგრამ თავარი რამე გავიგეთ ეს როცა ეს მოვისმინეთ აი მინდა გითხრათ ზოგიერთი რომ და შევხვდი ამ ხალხს რა ვინ აღმოჩნდა ეს ხალხი აღმოჩნდა ვინც ოქრუაშვილს რომელიც საფრანგეთში გეგონა რუსეთში ჩაიყვანეს ყოველგვარი საბაჟო თუ რაკე ხაზის გადაკვეთის და ისინი აგრესიის გარეშე ჩაიყვანეს უდიდესი ფული მიცეს და 2000-მდე კაცი ქართველი მზადდებოდა ჩრდილოეთ კავკასიაში 26 მაისს რომ აქ მომხდარიყო უბედურება გესმით მე რას ვლაპარაკობ ყველანი რომელა 26 მაისი ეს იყო 26 მაისის გამო მე ერთხელ გავედი ქუჩაში და ესე იგი იმის მერე ქუჩა მეზიზღება რაც ხდება ქუჩაში მაგრამ ამას ორივე მხარე აკეთებს და ვის მოყავს და ვინას მერე ცალკე ვილაპარაკობ და მე უცხარი ამას რას ლაპარაკობ მეთქი და კაცი დგას ჩემს წინ და მეუბნება მე ყველანი ჩვენ შევკრიბეს ქართველები გარკვეული ნაწილი და ჩამოყვანეს და გამზადებდნენ ერთი თვე თუ ორი თვე მომზადებას გადიოდნენ ჩრდილოეთ კავკასიაში 26 მაისს თუ აქ რაღაცა დაიწყებოდა და შეტაკება უნდა ისინი შემოსულიყვნენ იქიდან აი ეს იყო ამისთვის მზადდებოდა მაგრამ ოქრუაშვილმა რა და გახსოვთ მაშინ ოქრუაშვილი გამოვიდა და თქვა მე უერთდები ამ იმას რომ ჩვენ მაშინ ვთქვით რომ ოქრუაშვილი არ გვინდა ოქრუაშვილის ეს იყო ძალიან ძიმე რეაქცია ინტელიგენციის აი მიტოა კარგი ინტელიგენცია რო არის ამაში ნონა გაფრინდაშვილის იგივე ჯაველიძის იგივე თქვა რეზვესაძის ამ უწყინვალესი პიროვნების ყველასი იყო ძალიან გია ბუჯანაძის და ყველასი იყო ჩვენ რასაც მოგვაქვს ოქრუაშვილთან ოქრუაშვილი ამბობდა რომ ავლაბრის მეტროსთან უნდა შედგეს მიტინგი ჩვენ ვამბობდით ავლაბრის მეტრო რაშვაშია და ჩვენ ნონა გაფრინდაშვილის პოზიციამ და ამ ინტელიგენციის იმან გადაწყვეტა რომ ჩვენ ეს წინადადება არ მივიღეთ და ჩვენ თქვით სხვაგან ვატარებთ ამას და ყოველგვარი მშვიდობიანი უნდა იყოს ამას და ბევრმა სხვა რამემ კიდეს ცალკე სასაუბრო არ არის ხედავთ რა ხდებოდა კულუარებში მე არ ვიცი რა ფული და ვისი ფული ხარჯებოდა მაშინ ვინ რას აკეთებდა მე ძალიან კარგად დავინახე მაშინ ძალიან ბევრი ისა შემოგზავნილი რო ყავდა იმ დროს ხელისუფლებას და ისინი ესროდნენ პოლიციას არ დაუჭერიათ არც ერთი და ხედავდი მე რომ ესვრის პოლიციას და არ იჭერენ ჩვენ ნარკოტიკებს თუ იღებს ვინმე იქ იდენტიფიკაცია გააკეთეთ ამის და მოკიდეთ მე ხელი და ვისად გახდა ეს ნარკომანი ამ ქვეყანაში არ გახდა გუშინ გახდა ა მიტინგზე გახდა ნარკომანი ა გაწყობთ იქნებ შეგზავნილები ხოთ მე ძალიან ბევრჯერ მინახავს მე ანალოგებს ვავლებ
დაფირებით ტარდება, ვაჟა ესა ჟვანია ცოცხალია, მიხეილ სააკაშვილის გუნდი ქუჩაშია და რაღაც და ეს პირველი 2000 პირველი წელი იყო, ნუ რო ხდება რაღაც და მაშინ რო ხდება გამოდის შრომის მინისტრი და ამბობს ესეთი ერთი 20 კაციანი თათბირი ცოცხალია ძალიან ბევრი. ეხლა გამოვიტაროთო ასეთი ესე იგი გავითამაშოთო აი როგორც ის მაშინ დადგმული ის გააკეთეს რევოლუცია თუ რაღაც იმედზე რო გაუშვეს. ესე იგი აი ასეთი გამოვით რომ აღმოვაჩინეთ რაღაცა იარაღის დიდი საცავი, ამ იარაღს დადებდა ხელისუფლება იქ და აღმოვაჩინეთ იარაღის საცავი, ვისმენ ამას ცუდად გავხდი. და მე რა შევით ხო? მე რა თათბირზე მოვედი მეთქი? რა ცოცხალი არ არის ეს ხალხი? ამის გაკეთება უნდათ. ანუ ხელისუფლება გეგმავდა იმას, რომ ვითომ იარაღი ქონდა ოპოზიციას. ეს არ გააკეთა სააკაშვილის ხელისუფლებამ რამდენჯერმე მერე? რო გაეკეთებიათ და ვითომ იარაღი აქვს ოპოზიციას და რაღაცა, ვერ გაიგებ, როცა დაპირისპირება იწყება ორივე მხარე ფიქრობს ხალხის მომხრობას. ხალხის მომხრობა ხდება ტელევიზიით. ტელევიზიით უნდა უთხრა, აი იქ ნარკომანები არიან, იქ ჯიბგირები არიან, იქ ქურდები არიან, ხედავ იქ იარაღია მოვიღეთ. ყველაფერი არის ბლეფი. ბლეფია ბატონებო და ბატყუებენ. ვინც თქვენ მხოლოდ იმებს უყურებთ, თქვენ შეიძლება ძალიან ტენდენციურები გახდეთ და გახდეთ ხელშემწყობი იმისა, რასაც დაპირისპირების ესკალაცია ხდება. ის ვინც მხოლოდ თქვენ თავას უყურებთ, ეს შეიძლება გახდეს დაპირისპირების სიძა, რაც კიდე დაწერეთ, რაც კიდე ილაპარაკეთ, შეიძლება ბევრი რამ აღარ წამიკითხო უკვე, იმიტომ რომ მე ვიცი ძალიან კარგად, ფული რომ მიცეს ერთი ექიმია, ვინც ძალიან დიდ პატივს სცემდი და ეხლა რჩები ამ ემაზე და მართლა მეწოდება რომ ამისი რა დაწერა რომ გაბოროტებულია თემურ შაშიაშვილია. ნუ რა უნდა ვთქვა ეხლა? არაფერი, სიკეთე მინდა უსურო, ბედნიერება მინდა უსურო, ფული ხომ მოგცა ბიძინავანიშვილმა, ძალიან დიდი რო გაგიკეთებინა შენი ისინი. დაუდექი ეხლა, გავუხდი მონად, ფულის მონები ხარ, თქვენ ყველა ვინც ფული მოგცა. ძალიან კარგად დაიწერა და იყო, მაგრამ არ მინდა დღეს ამას არ გებძვით მე თქვენ. მე ვიბძვი საქართველოში მშვიდობისთვის. მე ვიცი ერთი რამ, რომ საქართველოში უკვე თავისი დაზვერვა ყავს. თურქეთს, ირანს, ჩინეთს, ესე იგი, ევროპულ იმასთან ბრიტანული მუშაობს სერიოზულად დასავლეთს, რუსეთს წარმოუდგენლად დიდი რაოდენობით, ყველა თავისკენ ეკაჩება რაღაცას, ყველა, მე ყველა ვერ ჩამოვთვალე კიდე, და ყველა რაღაცნაირად ფიქრობს, რომ ამ ქვეყანაში დაემთოს ცეცხლი. ხალხო, ქართველებო, პრეზიდენტს მოგმართავ და ბიძინა ივანიშვილს მოგმართავ. თქვენ ამ დაპირისპირებით ვინ ხართ მართალი, ვინ არა? ეგ არაფერს არ ნიშნავს, თქვენ ამ დაპირისპირებით ცეცხლის ძალში ხვებთ საქართველოს. მე როგორც ერთი ქართველი ვიბძვი ორთავეს წინააღმდეგ და გეუბნები, ვისაც თავი გაქვთ შეაერთეთ. ჩვენ მივმართეთ თუ არა ეს ბიძინა ივანიშვილს? მივმართეთ და უთხარით, რო დაბრუნდა პოლიტიკაში. ბატონო ბიძინა, მეცნიერთა კონგრესმა მიმართა. ნუ იქცევი მხარე, თუ ბრუნდები იმისთვის, რომ გადაარჩინონ ოცნება, დაღუპავ ოცნებასაც, საკუთარ თავსაც და ქვეყანასაც. რა ის აირჩია ბიძინა ივანიშვილმა? აირჩია გადაარჩინოს თავისი პარტია. კატასტროფა. კარგი რომ ნახეთ, იქ არაფერი გამოვიდა. პრეზიდენტებმა რო დაიწყო რაღაც ისინი, გაუგზავნეთ წერილი პრეზიდენტს. გამოქვეყნებულია ყველაფერი, ხო? ეს ოფიციალური წერილებია. მიწერეთ წერილი პრეზიდენტს უთხარით, პრეზიდენტო, ნუ იქცევი მხარეთ. უბედურება იქნება ამ სიტუაციაში, რომ თქვენ მხარედ იქცეთ პრეზიდენტი. ეხლა რომ გამოდის და მე ერთადერთი ვარ, ერთადერთი თუ ხარ არ უნდა ქცეულიყავი მხარედ. მე ვარ ბედნიერი, რომ მეცნიერთა კონგრესი არ იქცა მხარედ და მეცნიერთა კონგრესი ამბობს, დღეს ოცნების და ნაციონალური მოძრაობის დაპირისპირება, ივანიშვილისა და სააკაშვილის დაპირისპირება, გერდიდი მეგობრები, მერე დაპირისპირება და იმ ხალხის, ვინც ივანიშვილს უჭერს მხარს, იმათი და ოცნების ეს ბიოლოგიური სიძულვილი ერთმანეთისადმი, ეს უპავს მთელ ქვეყანას. გამოდით ხალხო ამ მდგომარეობიდან. ქვეყანას სჭირდება მშვიდობა, ქვეყანას სჭირდება დაპირისპირების დასრულება. მე მეგონა რომ სტუდენტობა გამოვიდოდა და იტყოდა რომ ჩვენ ვდგებით ჩვაში და არავით არის დაპირისპირება. სტუდენტობაც მხარედ აქციებს. მაგრამ ნახეთ იმას მაინც მიაქციეს სტუდენტებმა რომ ვერ ბედავენ პოლიტიკოსები გამოვიდნენ და იქ თავის ტრიბუნად აქციონ ყველაფერი და ამას ვერ ბედავენ. კატასტროფა არ არის ეს? ამ ხელისუფლებას ეშინია ძალის, უკვე შიშია ჩიგნით. კი მაგრამ გეუბნებით კონკრეტულ მაგალითს. მივედით 7-8 მეცნიერი იყო, მე როგორც გელაც მეცნიერებათა აკადემიის წარმომადგენელი ვიყავი, მივედით პირველ არხზე 3 წლის წინ და ვეუბნებით. მეცნიერთა კონგრესის პროგრამებია, უტოვებთ, ვეუბნებით, ნახეთ, როგორი პროგრამები იყო, არაფერი არ გვინდა, არავის არ ულამძღავ.
მოგვეცით საშუალება, რომ მეცნიერთა კონგრესის პროგრამები და მთავარი კონცეფცია ეროვნული თანხმობის პარლამენტის თაობაზე ხალხს გავაგებინოთ. ჩვენ გვჭირდება 9 საათი კვირაში, ან 1 საათი 2 კვირაში, ან 2 საათი, ან 1 საათი მაინც მოგვეცით თვეში. კი, ყველაფერი დავშინდით ამით ერთმანეთს, ყველას გვეგონა რაღაც 3 წელი გავიდა მის შემდგომ. ნახეთ ერთი. მაგრამ ნახეთ რა მოხდა გუშინში. მიუვარდნენ და იმ წუთშივე გაუღეს კარები. წარმოგიდგენიათ ამით რა ხდება ხალხო, ადამიანებო. გესმით რა ხდება? რომ მივიდა მშვიდობიანად სალაპარაკოთ და უთხრეს, რომ პროგრამები გვაქვს. არაფერი სხვა ეროვნული თანხმობის პარლამენტი. ერთი წუთი არ მოგწეს. მიუვარდა ხალხი და საათებს უთმობენ. ანუ ეს ნიშნავს, კონსტრუქციულთან ურთიერთობა არ უნდათ, დესტრუქციულთან ბრძოლა ურჩევნიათ. ყველა ხელისუფლება, რომელიც იყო დღემდე საქართველოში 92 წლის შემდგომ, მას უჭირდა კონსტრუქციულ ხალხთან ურთიერთობა, მაგრამ დესტრუქციულთან ბრძოლა უაძვილდებოდა. აი ეს არის მთელი კატასტროფა ამ ქვეყნის. თქვენ ამ გზაზე ხართ კიდე რომ აი ვიღაცამ წერს აგერ ერთი ქალბატონი რომ ესე იგი ეს პოლიციელები ცხოველები არიან, ესენი უნდა დავხოცოთ ყველანი, მე ვწერ იმას, ნახეთ რა დაწერა ხალხო, მეუბნები, ხალი ხარ რა ეწერ მეთქილებს. ამას უნდა წერს ადამიანი. ის უკვე გასულია ხო ამ გარემოდან გასული ეს ხო ქართველი აღარ არის უკვე. მეორე ხალხი ისა წერს იქეთ მეორე ნაწილზე უკვე რომ ყველა დასახოცია ვინც მისულია მიტინგზე. გინახავს ამნაირიდან ხალხო, დახოცვაზე ვართ ორიენტირებული, დაჭერაზე ვართ ორიენტირებული, რისი გაგრძელებაა ეს? ბიძინე ამანიშვილმა თქვა რომ მე რო გავიმარჯვებ იმათ დავიჭერ, იმათ თქვეს რომ ჩვენო გავიმარჯვებთ, ბიძინე ამანიშვილს დამით ჩამოვარჯვებთ. ეს არის პოლიტიკა, ეს არის ქვეყანა. არ ვიყავით ჩვენ მეცნიერთა კონგრესი პირველად ვთქვით, ეს შეცდომაა, ნუ ლაპარაკობთ ამას. ბიძინა იმანიშვილის ყველა შეცდომა, ყველა გამოსვლა შეცდომა იყო. პრემიერ-მინისტრისთან ყველა გამოსვლა შეცდომა იყო ბოლო გამოსვლების ჩათვლით. შეცდომა იყო ოპოზიციის ყველა გამოსვლა. შეცდომა აბსოლუტურად. სირბილი კიდე იმაში ამათ შეიყვანეს ევროპის შეცდომაა ის რომ ისინი ოპოზიციას ეყნობიან ქვეყანაში და როგორ კაცო ევროპა ხართ და მიდი და უთხარი მოვდივარ ისი ევროპის ხელმძღვანელი წერილებს უწერ რაკეთ და უთხარი ჩამოდი და შეხვდებათ თქვენ ვერ გეტყვით უას ხო პრემიერ-მინისტრი და სხვა და უთხარი ერთობლივი პრეს-კონფერენცია ჩავატაროთ გაათმეთ ეს დამოკიდებულება იგივე ამერიკაში რა არის ოპოზიციის მხარეს გადეკით მხარით იქეცით უკვე საშინელება აი ჩვენ ასეთი ობიექტურები ვართ ევროპა იქცა მხარეთ ამერიკა იქცა მხარეთ რუსეთი იქცა მხარეთ ასე იგი ნაციონალური მოძრაობა მხარია ოცნება მხარია ხალხი ყველა მხარედ იქცა პრეზიდენტი ყველა მხარედ იქცა ვიღაცა ხო უნდა იყოს ერთი რომელიც არ არის მხარე ეს არის მეცნიერთა კონგრესი ვარ ბედნიერი რომ ხალხთან ერთად ვარ ბედნიერი სიტყვა მძულას არ მინდა გამოვიყენო მაგრამ აი ამ პოლიტიკოსებს რომ უყურებ მეწოდება ამ პოლიტიკოსების ხელში ქვეყანა მეწოდება და ძალიან კარგად თქვენ პიროვნებამ ამ რამდენიმე ხნის წინ რომ განახლებული ეროვნული მოძრაობა რომელზეც მეცნიერთა კონგრესი ლაპარაკობსო აი მის წიაღში დაიბადება ახალი პოლიტიკური ძალები აბა რა არის ყველა გამოსვლა არის მეორე მხარისთვის დედის გინება პრეზიდენტი დავასახელეთ კაცი მოიყვანა განახლება არ აქვს დიპლომი არ აქვს არაფერი ეს ხო შეურაცხყოფაა ქვეყნის ტრიბუნიდან იგინება ხალხო დედას პატრიოტმა გითხრა რომ იმას ცხოველს არ უნდა შეაგინო დედაო დამა ნახევარ დარბაზში შეაგინა დედა და გინების მეტი არაფერი არ იცის კარგით ყველას ვინც ბიძინა ამანიშვილს უჭერთ ხარს ერთი ნახეთ იმედზე ბიძინა ამანიშვილის გამოსვლა არჩევნების წინ ნახეთ თუ არ იქნება ასეთ სიტყვები შიგ ხალხს ეგონაო რომ ჩვენო ვითომ კი არ მოვიგეთო არჩევნებიო იმათო დათმესო თუ რაღაცა ამის ისო არა მე შემომითვალესო ესო გარედან მე ვთქვი არავითარ შემთხვევაშიო და ჩვენო თქვი დაბა როგორ და მე ვთქვი რაღაცა სიტყვებს გიმეორებ და რასაც ამბობს ივანიშვილი უდიდესი შეცდომა პოლიტიკოსმა ეგეთ სიტყვა არ უნდა თქვას თუ ეს არ გამოგვივიდა ძალით გადავამტვრევდით ესე იგი რას მიზნით ძალით გადავამტვრევდითო თუ არჩევნებს არ აღიარებდნენ ძალით გადავამტვრევდითო ანუ იმას გავაკეთებდითო რასაც ესენი აკეთებენო რატო გიკვირთ მაშინ თქვენ რატომ თქვით ეს ბატონო ბიძინა მე გათქმევინეთ ეს სიტყვები მე დაგაფინანსებიეთ მიხეილ სააკაშვილი მე მიგაცემიეთ ხელფასები მიხეილ სააკაშვილისთვის უარყავით ეს რომელიმე და მე მთელი ხელისუფლებისთვის ხელფასებს შუაზდებდით მე გითხარით რომ შუა უნდა გაიკრიფოსო მე გთხოვეთ რომ გეთქვათ ეს
რამ გათქმევინათ ეს ანტიკართული სიტყვა შვა უნდა გაიკრიფოსო და შვა დაბერიეთ ჩვენ და დარჩით ორი არენაზე თქვენ და ნაციონალური მოძრაობა მე გითხარით კოჰაბიტაცია გააკეთეთ თქო თქვენ არ გააკეთეთ ეს წერილი არ მოგწერათ მეცნიერთა კონგრესმა 2016-ში 2020-ში დაპირისპირება ყველაზე დიდი პოლიტიკოს ყველაზე დიდი პიროვნება დარჩება ისტორიაში ვინც ამ დაპირისპირების იმას დაასრულებს დაპირისპირება რომ დასრულდეს არჩევნები უნდა ჩატარდეს ობიექტურად და თან შემთავაზე როგორი უნდა იყოს მარტივი სქემა არჩევნების მეორე დღეს ყველა საარჩევნო უბანში იყოს შემოხაზული ვინც მოვიდა არჩევნებზე ამას არ აკეთებთ ხომ 2016-ში არ გააკეთეთ 2020-ში არ გააკეთეთ 2024-ში თხოვეთ არ გააკეთეთ ჩვენ ვართ დამნაშავე არ მოგწერეთ არ გითხარით არ მოგწერეთ როდესაც მოდით ხელისუფლებაში რომ უნდა გასამართლდეს ნაციონალური მოძრაობა თორე ესენი დაიწყებენ იმას რომ ასეთი ხელისუფლება ჩაგაბარეთ თქო ჩვენ გთხოვდით რომ გაასამართლეთ თქო თქვენ მაშინ კოჰაბიტაცია თქვით და შვა უნდა გაიკრიფოსო და 12 წლის მერე ლაპარაკობთ რომ უნდა გავასამართლოთ ვინ ყოფილა მართალი მე გთხოვეთ რომ აგერჩიათ ის პირველი პრეზიდენტი მარგველაშვილი ჩვენ ვის გეუბნებოდით ინტელექტუალი გინდათ არა აქვს დიდი უფლება მინდია უგრეხელიძე არ მოძებნეთ ვინმე ცნობილი მეცნიერი არა თქვენ მარგველაშვილი მოიყვანეთ ჩვენ გითხარით ჩვენ რა გითხარით მაშინ მეორე არჩევნებზე ეს ქალბატონი არის სპეცსამსახურების წარმომადგენელი არ ექნებოდა ის თანამდებობები ჩვენი სიტყვები ესენი დავადასტურებთ დღესაც სპეცსამსახურების წარმომადგენელი საფრანგეთის და არ შეიძლება ამის მოყვანა სააკაშვილის შეცდომა იყო რომ საგარეო საქმეთა მინისტრად მოიწვია ამათ მერე პრეზიდენტად არჩი დაიყვანეს ხო ჩვენ გთხოვეთ რომ პრეზიდენტად გაგიყვანათ ეს კაცი ჩვენ გითხარით რომ გვარამია გახარია პრეზიდენტად მოიყვანეთ ხო ჩვენ გითხარით ხალხო ეს ყველაფერი ფაქტები ხო არის რა ჩვენ ყველა ყოველთვის ხა საწინააღმდეგოს გეუბნებოდით რა გითხარით მეორე არჩევნების დროს ესე იგი განსაჯეთ ჩვენ გითხარით რომ არ აირჩიოთ ეს ქალბატონი მაგრამ ხო გთავაზობდით კანდიდატურას ვინ ლადო ჭანტურია შედარება შეიძლება სადა დედამიწა ხო არის ესე იგი თქვენ არაფერი არ გაითვალისწინეთ რაც გირჩიეს ახლა ნახევარზე მე დაუბრუნდი თვითონ და გასამართლებაზე თვითონ ლაპარაკობდა ვერ სხვა რამეზე ნაცვლად იმისა რომ თქვა რომ მე მომივიდა შეცდომები კოჰაბიტაცია შეცდომა იყო შვა გაიკრიფო შეცდომა იყო ესენი თქვა რომ აი დაფინანსება შეცდომა იყო ყველაფერი ეს აღიაროთ ესენი ნაცვლად ამისა გადმოდით და თქვენი არაობიექტური მხარდამჭერები მონური ფსიქოლოგიით ვარიან და რაღაცა დავალებული ვარიან თქვენგან აი ისინი ბლანძღავენ და ბლანძღავენ ჩვენ ხალხო თუ დოკუმენტალურად არ არის ყველაფერი რასაც მე ვამბობ თუ ერთი რამე მითხარით რაზე გინდა დოკუმენტად დაგიდებ რა წერილი მივწერეთ 2016-ში რა წერილი მივწერეთ 2020-ში რა წერილი მივწერეთ ეხლა რას ნიშნავს ეროვნული თანხმობის პარლამენტი როგორ შევთავაზებთ ვინ არ დაუშვეს არჩევნებზე ერთადერთი პარტია რომელიც არ დაუშვეს არის რომელი ეს არის ესე იგი მეცნიერთა კონგრესის რეკომენდაციებით ხალხის მიერ დასახელებული კანდიდატებით შექმნილი პოლიტიკური გუნდი ვინ დავწერეთ და თქვით 15 კაცის გვარი იცით ძალიან კარგად ეს და ხვალიდან იწყება უკვე კიდე ახალი ისინი აეგე ეს 100,000 სალი დარიგდა რომ ნახეს ეს გვარები როგორია და გამოჩნდა ახალი ხალხი ამ სიაში არის 23 წლის ბიჭიც 25 წლის ქალბატონიც 80 წლის აკადემიკოსიც ყველა თაობის წარმომადგენელი ყველა პროფესია შეშინდნენ და იფიქრეს თუ ასეთი ხალხი გამოვიდა და ხალხს ეს გააგებინეს რომ ასეთი პოლიტიკური გუნდი წავაგებთ ორივენიო ჩვენ რა შევთავაზეთ ბატონებო აი აგერ არის ვათებერვალს მიღებული ეროვნულ სახელმწიფოებრივი დოქტრინა ეხლა მე მინდა ვთხოვო ტელევიზიას რომ ეროვნულ სახელმწიფოებრივი დოქტრინა წაიკითხონ და დღეში 1-2 თუ ეკნებათ საშუალება თუ არა და მეცნიერ და დროში გადაცენ რა არის ეს ეროვნულ სახელმწიფოებრივი დოქტრინა გელათში მიღებული პროექტი განხილვა დაუგზავნეთ ხელისუფლებას ყველას მივეცით პარლამენტის თავმჯდომარეს ბატონმა მურმან პარაცხელიამ ოცნების წევრმა ფრაქციის ხელმძღვანელმა პროფესორმა დოქტორმა აფხაზეთიდან დევნილმა ჟიული შარტავას ხსენების დღეს გადაცა პარლამენტში და უთხრა აი ეს არის ეროვნული სახელმწიფოებრივი დოქტრინა და წერილი რომელსაც მეცნიერები აწერდნენ ხელს ეწერა რომ ჟიული შარტავას იუბილეს რო ვერ აღნიშნავ დიდი მასშტაბით გასაგებია 80 წლის იუბილე ვერ აღნიშნეს ისე და პარლამენტის რაღაც ერთ პატარა კუთხეში იმასაც კიდე სხვები ჩაუდგნენ სათავეში ხელისუფლებას არაფერი არ გაუკეთებია ჟიული შარტავას 80 წლის თავზეა ლაპარაკი მაგრამ დავით აღმაშენებლის 950 წელი არ აღნიშნეს
შოთა რუსთაველის და ვეფხისტყაოსზე 850 წელი და დიდგორის ომის 900 წელი და რა უნდა გამიკვირდეს ახლა ეს არ გააკეთეს მაგრამ გურმან კვარაცხელიამ რომ გადაცა უთხრა რომ აი ამაში ჟიურის შარტავას იდეებია ჩადებულია და ძალიან ვთხოვთ რომ ან პარლამენტის ფრაქციაში ან პარლამენტის კომიტეტებში ან პარლამენტის ტრიბუნიდან წაგვაკითხეთ ეს თქო 9 თვე გავიდა მოისმინეთ სადმე ჩვენ ვართ ხალხო ნამუსი არ არის ხალხო ამ ქვეყანაზე როგორი გზით უნდა ეევლო მეცნიერთა კონგრესს გარდა იმისა რომ წერილი ხვეცნა მუდარა არა შეუვარდნენ ტელევიზიაში ადგილი აიღეს ეგ ვიკადროთ ახლა ჩვენ ამ გზით წავიდეთ ესეთი რამე ვიკადროთ აი ამიტოა ქვეყანა ამ მდგომარეობაში დღესაც მოგმართავთ ყველას ვისაც შეგიძლიათ მიეცით საშუალება თუ გინდათ ეს ომი დამთავრდეს მეცნიერთა კონგრესს ამ ტელევიზიებში სახელმწიფო და ოპოზიციურ ტელევიზიებში ნახევარი საათი კვირაში ერთხელ 2 თვის განმავლობაში ქვეყანა დაწყმარდება დამშვიდდება ისეთ პროგრამებს მოისმენს მაგრამ არც ნაცმოძრაობას აირჩევენ და არც ოცნებას არ აირჩევენ სწორედ მეცნიერთა კონგრესის რეკომენდაციებით და კრიტერიუმებით ხალხის მიერ დასახელებულს რომელიც ჯობს და ამას დაინახავ დიანრის ბოლოს როდესაც ხალხის მიერ დასახელებული კანდიდატურები შეიკრიბებიან და მე ვისაც ექნება საშუალება გელათში როწავალ და ეროვნულ სახელმწიფოებრივ დოქტრინას საბოლოო იმით რომ მივიღე მე ფაქტებით გელაპარაკეთ ხომ ძველი პერიოდის ამ პერიოდის უამრავი რამის შემიძლია მონაწილე ვიყავი 1000 რამის აი ქუთაისშიც რომ მეუბნებოდნენ რომ მივდიოდი მითხეს რომ ჩემთან ხმამაღლა მომბობ დღეს ხო რატომ ვერ გამოდის და რატომ ვერ ლაპარაკობს ამას ესე იგი კინორეჟისორი რომელმაც სასაული რამე გააკეთა შემომივარდა ერთ საღამოს ქუთაისში შემომივარდა ესე იგი დატურია მე ვარო ჯაბა იოსელიანის მოადგილეო და მე ქალაქის მერი ვარ მაშინ და ეხლა დამიდო სია მაგიდას და ვინ ეწერა ამ სიაში ვინ ეწერა გიკითხავ გვარებს მაგალი თოდუა აკადემიკოსი არჩილ კოსტავა აკადემიკოსი გურამ გაბუნია პროფესორი დოქტორი პეტრე ვაჭრიძე პროფესორი დოქტორი განთიადის და ძალიან კარგი პიროვნება ნუ ეხლა უბრალოდ მისი ძმა ჩემთან ძღოლად მუშაობდა და მე თავარი ოპოზიცია იყო და მე ძღოლად იყო ჩემთან არ მეშინოდა მე ისე მუშაობდი და მიმას მივყავდი და მოვყავდი ყველგან ხო არ მეშინოდა ანუ თავარი ოპოზიციონერის ძმა მაგ საჩასთან იჯდა აი ეს ხალხი და ტარიელ ფუტკარაძე სიაში ეწერა ესენი უნდა დავხვიდოთ ყველანი დავხვიდოთ რომ წავიკითხეს და რომ ითხრეს ეს ყველაფერი რაც ლაპარაკობ ხარ ეხლავე დატოვეთ ქალაქის ტერიტორია თორე აქ ცუდი ამბავი მოხდება მეთქი დატოვეთ მეთქი მე ჯაბა იოსელიანი არ მაინტერესებს და დიდი მადლობა გიზო თავაძე რომელიც ამ დღეებში გამოვიდა და თქვა რომ ვერი პარპაშა გიზო თავაძე ვინ იყო ოპოზიცია ილია ჭავჭავაძის საზოგადოება და მან გამოვიდა და თქვა რომ თემურ შაშიაშვილმა გადაარჩინა მხედრიონისაგან და ბანდებისაგან გადაარჩინაო დიდი მადლობა მას მე არ მინდოდა ამის მაგრამ მარტო ის ხო არ ამბობს ამას ბევრი სხვა არის და იგივე ბატონი გვაზავა ვინ იყო ოპოზიციის ხელმძღვანელი საგრებულოს თავმჯდომარედ მოვიძიე ოპარტიალის საგრებულო გავაკეთე მე საქართველოში არცაც საგრებულო არ იყო ქუთაისში შევარიგე დარბაზში შევარიგე ხალხი ყველა გამგებლის კანდიდატურას მეცნიერები იმაშობოდნენ ირჩევდნენ ვინ უნდა ყოფილიყო გამოდიოდა ყველა პროგრამით და მეცნიერები ამითხარით ერთი და პირდაპირ სატელევიზიო გადაცემით მიდიოდა ყველაზე კარგი აღმოჩნდა ტექნიკურ უნივერსიტეტს უთხარი რომ აბა ხარაგაულში გამგებლის კანდიდატურა გამგებლის ვაკანსია და დანიშნეთ მეთქი ტექნიკურ უნივერსიტეტს ვეუბნები ბატონ არჩილ კოსტავას რომ დანიშნეთ მეთქი გამგებელი თქვენ და გაგიჟდნენ ისინი მივედი უნივერსიტეტში და უთხარ შეარჩიეთ თუ ყავთ ვინმე და მომეცით დავით სახვაძე შეარჩიეს უნიკალური პიროვნება სახელმწიფო პრემიის ლაურეატი დოქტორი ამნაირი გამგებელი და ხელმძღვანელი არ ყოლია მას დღეს ვარიან სასაცილოა ყველაფერი ესენი იმის ფონზე როგორიც იყო დავით სახვაძე რა ეროვნულ საქმეებს აკეთებს დღესაც მეცნიერების მიერ შერჩეული გაცილებით უკეთესი აღმოჩნდა ვიდრე მე ოდესმე შემირჩევია ან ვინმე რატო არ ეკითხებით რატო არ ეთაკპირებით რა იქნებოდა ახლა პრეზიდენტობის ისა მეცნიერებათა აკადემიაში გეკითხა და იმად დაესახელებიან 3 მილიონი ნახევარი ადამიანი ქვეყანაში რო ცხოვრობს იმდენად სუბიექტურები ხართ თქვენ არ შეგიძლიათ ერთი მითხარით რომელიმე მხარდამჭერები რო ხართ ბიძინა ივანიშვილის რომელს მოგივიდოდათ აზრად
რომ ეკითხა თქვენთვის რომ ვის დაასახელებდი პრეზიდენტობის კანდიდატად და ვის მოგივიდოდათ პრეზიდენტობის კანდიდატად ეს კაცი. ეს არის ქვეყანა 3 მილიონი ნახევრიდან ერთ კაცს არ მოვიდოდა აზრად მისი დასახელება და იცდება პრეზიდენტი. და ქუჩაში რატო არის ხალხი? ხალხი ქუჩაში გამოიყვანა ხელთვის ხელისუფლებას გამოყავს, ამას შევარნაძეს ვეუბნებოდი. და მარტივ რამეს ვამბობ. მე მინდა უდიდეს პატივს ვცემ ბატონ მუგზარ ფოფხაძეს. და ამის კარგი მაგალითია და ძალიან ღირსეული პოზიცია დაიჭირა მაშინ, როდესაც ასტანაბაშიძესთან იყო და გარკვეულწილად ასტანაბაშიძეს მაშინ ხალხს აგზავნიდა იმაში თბილისში და მიტინგები რო ტარდებოდა, ასტანაბაშიძემ უთხრა, თუ ქუთაისი და თემურშაშიაშვილი არ გააგზავნის, მეც არ გავაგზავნიო. და ყველას თანდასწრებით ასტანაბაშიძის და ამის თანდასწრებით მე მას უდიდეს პატივს ვუწევ, ამიტომ ვამბობ, დამირეკა ბათუმიდან და მითხრა 2013 წლის პერიოდი, აი მიტინგები რო ტარდება ხელისუფლების და მირეკავს და მეუბნება რომ ასტანაბაშიძე ამბობს ამასო და მე ვთქვი მანამდე ასტანაბაშიძე იყოს კარგად და ბატონი ედუარდ შევარნაძეს ნუ ეხლა მე მგონი უფრო ძიმე სიტყვები ვთქვი ვიდრე ქუთაისიდან მე მიტინგზე ვინმე არ გავუშემეთ და კატეგორიული წინააღმდეგი ვიყავი და ვჩები ქუჩის ქუჩა მოიტანა ყველანაირი უბედურება ქვეყანაში ქუჩას მოყავს ქუჩის პოლიტიკოსები ეს ქუჩა იმიტომ კი არ არის მარტო ცუდი რომ ხალხი არის ქუჩაში და იქ 1000 რაღაც ხდება უბედურება არის იმიტომ რომ ქუჩაში იბადებიან ქუჩის პოლიტიკოსები დაანგრევენ ამ ქვეყანას საქართველოს განთავისუფლება არის საჭირო ქუჩისაგან ქუჩის პოლიტიკოსებისაგან ყველა კანონი ყველა გადაწყვეტილება რომელიც რუსთაველზე მიიღეს არის ანტიქართული ანტიეროვნული აი ნახეთ თქვენ აი აქამდე კანონი ხომ მიიღეს ვითომ იმისი რომ ტრაბახობენ რომ ჩვენ მივიღეთ პროპორციული არჩევნები აი პროპორციულ არჩევნებას სად მიგვიყვანა მაშინ არ ვამბობ დითამაშო პროპორციული არჩევნები არ ჭირდება საქართველოში უნდა ვიჩერდეთ პიროვნებას მაშინ იყო საუბარი იმაზე რომ იცით რა რომ აი ეს ფულის ტომრები და ესენი შემოვლენ პარლამენტში საფრანგეთში როგორი კანონია ხარ მილიონერი არ გაქვს უფლება პარლამენტში იყარო კენჭი გესმით თქვენ რა უნდა ამ კანონის მიღებას რა პრობლემა იყო ეს მაგრამ არა ჩვენ წავედით იმ გზით იმიტომ რომ პარტიულ ლიდერებს არ შეეძლოთ მაჟორიტარული არჩევნების მოგება და ამიტომ გადაწყვეტეს რა თავში არიან თვითონ ერთი კაცი გავა ეს პარტიის ლიდერი ამიტომ ყველა ხალხს ირგვლივ რა მონები ეს პარტიებია დღეს ქვეყანაში რომლებმაც იბრძოლეს იმისთვის რომ ამერიკული მოდელი არ ყოფილიყო ამერიკელობენ ამერიკული მოდელი რო არ ყოფილიყო არჩევნების და ყოფილიყო მაჟორიტარული არჩევნები არ ყოფილიყო ამერიკაში მაჟორიტარული არჩევნებია ბრიტანეთში ყველგან მაჟორიტარული არჩევნებია სად არის ეს საქართველოში რო არის ასეთი უბედურება და აი მოგვიყვანა სად პირველად ჩატარდა ხო პარტიული არჩევნები აი სად მიგვიყვანა მაშინ არ ვამბობ და მეცნიერთა კონგრესი ეს უბედურებას მოიტანს ხო კარგი ქუჩაში მიიღეთ თუ არა კანონი რომ სოფლის გამგებელს არჩევის უფლება არ აქვს სოფელს ეს უფლება წაართვით თქვენ ქუჩაში წაართვით ეს უფლება ესე უკაცრავად ქუჩაში მიღებული კანონი წაართვით ეს უფლება რომელ დემოკრატიაზე ლაპარაკობთ თქვენ პოლიტიკოსები ვინც ხართ დღეს და პარტიები ვინც ხართ ვინმეს ამოგიხიათ ხმა პარლამენტში რო იყავით რომ ხალხო სოფელს დაუბრუნოთ უფლება რომ თავისი გამგებელი აირჩიოთ კატასტროფა არ არის ეს კატასტროფა მე უამრავი რამ შემიძლია თქვა უამრავი ვიმეორებ ვისაც შეგიძლიათ მოისმინეთ ვისაც შეგიძლიათ მოდით პირდაპირ ეთერში დამჯდეთ დავილაპარაკოთ ყველას გიწვევთ ვინც არის ყველას დაუწერეთ მოდით როილანძღებით და იგინებით ჯერ მარხვის დღეებია ქალბატონები რა სიტყვას იყენებთ ხალხო რა არის ეს არის საქართველო მე გეუბნები თქვენ რომ აი ქუჩას ხმამაღლა ვამბობ მიდით მოაწესრიგეთ ოცნებასთან ურთიერთობა ჩვენ არაფერი არ გვინდა მე ხვალაც გამოვიდა ამ წინააღმდეგებს კიდე არის ბევრი სხვა რამ გამოვიდა და ვეუბნები რომ აი ეს წაიკითხოს ბატონმა ბიძინავანიშვილმა ეს მოთხოვნები რაც იქნება ხვალ პირველ გაცხადებული 3 საათზე ტელევიზია ქართული ტივის იმაში წაიკითხოს და დაწყნარდება ყველაფერი ქვეყანაში ჩვენი ამოცანა არის ამ დღეს კიდევ უფრო მეტად არ გამწოვდეს და დაწყნარდეს ეს სიტუაცია ყველა გამოსვლა კობახიძის არის ესე იგი კიდევ უფრო ესკალაცია დაპირისპირების კიდევ უფრო მეტი ესკალაცია დაპირისპირების რატო აკეთებთ ამას რა ვინ იყო პირველი დღეს ერთ რამეს წავიკითხავ მარტო აგერ და ბოლო იმაზე ვინ იყო ჩვენ თავარი დასკვნები ნახეთ თავარი დასკვნა რა არის არჩევნები გაღალბდა ორივე მხარის მიერ მოგისმენია სხვაგან
გაძლიერებული ტექნოლოგიებით, რაც თავის დროზე დაიწყო მოკავშირის ახალგაზრდულმა გუნდმა, გოგორიშვილი გახსოვთ, გააძლიერა ნაციონალურ მოძრაობამ, ყველაფერი ძალაში დატოვა ქართულმა ოცნებამ, გაყალბების მთავარი მამოძრავებელი არის აღურიცხავი ფული, რომელიც ყველა პარტიას აქვს მოძრაობაში. ჩვენი ანალიზის სასაცილოა პარტიების მიერ წარმოდგენილი თანხების ხარჯების ანალიზი იმასთან შედარებით, ვიდრე რეალურად ხარჯავდნენ როგორც სახელმწიფო, ასევე ოპოზიციური პარტიები. შეეკამათეთ ამ დასკვნას. ხო ისინი აბრალებენ ოპოზიცია ხოლაპარაკობს, თქვენ გააყალბეთ, რომ მე ჩვენ ვამბობ, ორთავემ გააყალბეთ თქვენ და არანაკლებად გააყალბა ოპოზიცია. რა არ მოგწონთ ეს გამოთქმა არ მოწონს არც მათ მოძრაობას, არც ოცნებას. ჩვენ ცოდვა ვართ ამის გამო. მაგრამ ჩვენ ქართულ ხალხთან ვრჩებით. იმ ხალხთან, ვისაც აზროვნება აქვს, მაგრამ ინტერნეტში ვინც არის, ეხლა ის ხალხი, ვისთვისაც ეს კარგია და სასარგებლოა, ის ხალხი ნაკლებადაა ინტერნეტში. ინტერნეტში არიან ან ოცნების მხარდამჭერები, ან ოცნების მოწინააღმდეგები, ან ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერები, ან მისი მოწინააღმდეგები და გადაგვიარა ყველა. რაც გინდათ უკადრებელი გვაკადრეთ, მაგრამ ხელმხელი მოგიმართოთ. იმას ვინც ლაპარაკობს კიდე რომ როგორი ძლიერი იყო ადრეო და ეხლა რაღაც იმას, მე 2 ტაიმს ვთამაშობ ფეხბურთს. და გიწევთ ყველას თქვენ ვინც ლაპარაკობთ რომ თურმე ასაკში შემსულ ვარ და აი უკვე გეთამაშებით 2 ტაიმს ვთამაშობ ფეხბურთს და დიდ მოედანზე გიწევთ ყველას. თქვენ უბრალოდ არაკაცები ხართ. არაკაცები ხართ 80 წლის ტრამპი კარგია. და საქართველოში 60 წელს რატო გადაცილდა კაცი ცოცხალი რატოა ეს გიკვირ. ეს ახართ თქვენ. კვლელობა მეტი რა არის. აი აგე ესე იგი თუ ქვეყანაზე ვფიქრობთ და არ გვაწუხებს პარტიული ამბიციები, ახალი არჩევნები აუცილებელია და არა მარტო იმიტომ რომ გაყარბდა არჩევნები, არამედ ჩვენი ანალიზით ნებისმიერი პოლიტიკური პარტიისათვის მიცემულ ხმებში მხოლოდ 10%-ამდეა გულწრფელად და დამსახურებულად მიღებული ხმები. მოსახლეობის აბსოლუტურმა უმრავლესობამ ხმა მისცა ან სხვა პარტიების ჯინაზე, ჯიბზე, ან ძირითადად ურთიერთშიშით, ანუ ხელისუფლებას მისცეს ხმა ნაციონალური მოძრაობის რევანშიზმის ხიშის გამო, ხოლო ოპოზიციას ხმა მისცა ხელისუფლების მიუღებლობის გამო. მეორე პუნქტი ეს იყო. შეეკამათეთ. მოდით. ცოტა დადიანის 26-ში დავდეთ პირდაპირ ეთერში და შეეწინააღმდეგეთ. სხვა გამომაქვს ეს პროექტი. მესამე. ხელახალი არჩევნები აუცილებელია თუნდაც იმის გამო, რომ პრაქტიკულად ხმების რაოდენობა გაიყო, რამაც კიდევ უფრო მეტად გააძლიერა დაპირისპირება, რომლის გამძელებაც ყველაზე საშიშია ქვეყნის მომავლისთვის. მეოთხე. დაპირისპირების დატოვება თუნდაც რომელიმე მხარემ შეძლოს დააკვირდით. დაპირისპირების დატოვება თუნდაც რომელიმე მხარემ შეძლოს მიზნის მიღწევა, ასევე კატასტროფული იქნება ქვეყნისთვის. ვაკონკრეტებთ, ხელისუფლება არც გარე და არც შიდა არგუმენტებს ქვეყანაში არსებული საპროტესტო მუხტს არ ითვალისწინებს და ყველაფერს ისე გაკეთებას აპირებს, როგორც ჰქონდა დაგეგმილი. ეს არის ყველაზე დიდი დანაშაული ქვეყნისა და ხალხის წინაშე, რადგან ნიშნავს თუ სრულ არა დიდი მასშტაბის იზოლაციას, როგორც ევროპული სტრუქტურებისგან, ასევე ეს არის 4 ნოემბერს გაკეთებული დასკვნები, ასევე ამერიკის შეერთებული შტატებიდან, რის შედეგსაც ვიცნობთ ყველანი ქვეყანაში დარჩენილის და ქვეყნის გარეთ გასულიც. აქვე ვამბობთ, თქვათ, დასახულს მიზანს მიაღწია ოპოზიციამ. აქვე მიწერია, რაც არარეალურად მიგვაჩნია, მაგრამ თეორიულად მისი დაშვება შეიძლება. ეს იქნება ასევე კატასტროფული ქვეყნისთვის, როგორც პირველ, ასევე მეორე შემთხვევაში, სამოქალაქო დაპირისპირება რეალური ხდება, რაც ქვეყნისთვის დამანგრეველი იქნება. ვით უფრო რომ ევროკავშირში რეალური ხდება ქვეყნისთვის დაგეგმილი 120 მილიონი ევროს გადამისამართება ხელისუფლებიდან არასამთავრობო სექტორსა და მესმედიაზე. ქმედება იწვევს უკუქმედებას და ხელისუფლება გაცილებით მსუხედ დააფინანსებს სახელმწიფო ტელევიზიებს და არასამთავრობო სექტორს, რაც გამოიწვევს გონებისათვის მიუწვდომელ დაპირისპირების მასშტაბებს. ყველაფერი გადავა ხალხზე, თუნდაც ევროკავშირის 120 მილიონი აღდება ბიუჯეტს, ანუ ხალხს, ასევე ხელისუფლების მიერ მისი ერთგული მასმედიისა და არასამთავრობოებისათვის გამოყოფილი თანხებით ძირითადად ბიუჯეტიდან იქნება, რაც გამოიწვევს სოციალური მიზნებისთვის ხარჯების შემცირებას, ასევე ლარის სრულ გაპარტახებას და ნახეთ, 3-ზე მივიდა ლარი უკვე. მიუხედავად იმისა, რომ 400 თუ 500 მილიონი დოლარი დაიხარჯა გასულ თვეში, რომ წინა წასულიყო, ეხლა მეტი იხარჯება. ხედავთ რა მდგომარეობაა. ჩვენ ვერც კი ვაზრობთ იმაზე, რა ელოდება ქვეყანას. ეს ოპოზიცია არასერიოზულია. თუ რა ოპოზიციამ უნდა თქვას, უნდა მიმართოს დასავლეთს და ამას უნდა ერთი რამე. ჩვენ არ გამოვდივართ ქუჩაში, მივდივართ სახლებში. აბსოლუტურად არაფერი არ გვინდა. თქვენ არ აღიაროთ ესენი
და გაგარწმუნებთ მე თქვენ რომ ეს ხელისუფლება თვითონ დაეხობა მარტის თვეში, ამას აწყობს ეს დაპირისპირება. იმიტომ რომ ყველაფერი მე დააბრალოს იმას, რომ აი ქუჩაში ვიყავით და საქმე ვერ გავაკეთებ და ასე შემდეგ. მეხუთე, შექმნილ სიტუაციაში ჩვენ რეალურ გამოსავლად მივიჩნევთ მეცნიერთა კონგრესის კონცეფციას ეროვნული თანხმობის პარლამენტის არჩევის თაობაზე. პირველ ეტაპზე მეცნიერთა კონგრესს როგორც სახელისუფლება, ასევე ოპოზიციურ ტელევიზიებში უნდა მიეცეს ხალხისთვის ამ კონცეფციის წარდგენის შესაძლებლობა. შემდგომ მისი არჩევნებითი ორგანოს მთელ ვერტიკალში პარლამენტის საკრებულოები, პარტიებში, სამეცნიერო და შემოქმედებითი მიმართულების ორგანიზაციებში განხილვის გაგზავნებით სასურველია მოხერხდეს ამ კონცეფციის განხილვა პირველ ეტაპზე საქართველოში აკრედიტებულ საერთაშორისო ორგანიზაციებში, შემდგომ კი ევროპულ სტრუქტურებში. ჩვენ ვამბობთ, რომ ყველა საკრებულოს სხდომაზე უნდა მივიდეთ და განიხილოთ კონცეფცია. ამაზე მე დემოკრატია გილახავთ. მეექვსე, ჩვენ დისკრიმინაციულად მივიჩნევთ ქართული საარჩევნო კანონმდებლობას, ჯერ ერთი რომ არ არის უზრუნველყოფილი ადამიანების თავარი უფლების აირჩიოს და არჩეული იქნას, გარანტირებული დაცვა და იგი ასევე დისკრიმინაციულია პარლამენტის გარეთ დარჩენილი პარტიებისთვის. პრაქტიკულად ეს კი კანონმდებლობა სრულად რუსულია და სამწუხაროა, რომ ამის თაობაზე არც საერთაშორისო ორგანიზაციები და არც საპარლამენტო ოპოზიციური პარტიები არ საუბრობენ. ყველაფერი კიდევ უფრო მძაფდება პარტიების აგეთ პუნქტებად ქცეული ტელევიზიების ფონზე. აი მთავარი დასკვნები, რომელიც გაკეთდა. ამ ძირითად დოკუმენტთან ამაში ყველაფერია ჩამოყალიბებული, ხვალ გამოვიდა. ეს არ არის მარტო მე ვამბობ, ეს პრაქტიკული დასკვნებია გაკეთებული. ჩვენ რეალურად აი აგერ გვაქვს მეორე ქვეყნის და ხალხის ერთის მხრივ, ხელისუფლების მეორეს მხრივ და მესამე ბარიერ გადალახული პარტიების ინტერესები ამარჩევნებით არათუ დაცილდა ერთმანეთს, არამედ რადიკალურად დაუპირისპირდა. ეს დოკუმენტიც მეცნიერთა კონგრესის მიერა შექმნილი. დავაკონკრეტოთ. ხელისუფლება მთავარ ამოცანად თვლის არა უბრალოდ გამარჯვებას ოპოზიციაზე, არამედ ხელისუფლების სრულ მონოპოლიზაციას, მეტიც ნაცმოძრაობის და მასთან დაკავშირებული პარტიების გასამართლებას და აკრძალვას. ეს დაპირისპირების გაღრმავების გზა. არ მითხრათ ეხლა რაიმე არასწორია. რას გთხოვდათ ბიძინა ამანიშვილი 75%-ია და რო გაიგო 54 მიიღო სიხარული დავარდა ჰაერში. კი მაგრამ 75 თუ გინდოდა მაშინვე გეთქვა რომ ცუდია რომ 75 არ მივიღეთ. თქვენ ძალიან კარგად იცით რომ ბევრ ქვეყანაში 75 კი არა დემოკრატიულ ქვეყნებში რომელიმე პარტიამ 75% რომ მიიღოს და კიდე რომ მოუწოდოს იმას არ აირჩევენ, მაგრამ ეგ არ არის თავარი რომელიმე მიიღოს ახალი არჩევნები ტარდება. ეს კონსტიტუციით და კანონებით არის გარანტირებული რომ არ იყოს ერთი პარტიის პრიმატი. 50%-ს გადაცილებული რომ არის იმ ქვეყანასაც არ ეძახიან დემოკრატიულს და ბევრგან ახალი არჩევნები ტარდება. აქ გამოდიოდა და ბიძინა ამანიშვილი გვეუბნებოდა რომ 75% უნდა ვიყოთ და ისინი უნდა გავასამართლოთ და იმიტომ რომ ეს მიგაჩნიათ კარგად, მე ხმა ხელი მოგიმართოთ ბატონებო, რა მაქვს ეხლა საკმაოდ თქვენთან და რატომ უნდა გამოვთხოვდე, უფალს უნდა ვთხოვო რომ იქნებ როგორმე მოგაქციოთ ქართულად. მეტი არაფერი არ უნდა ვთქვა. ვინც ბიძინა ამანიშვილის გვერდით გეხარ და ამართლებთ მის ყველაფერ ქმედებას, ყველა ქმედებას უამართლებ. შემდგომ ბარიერ გადალახული ოპოზიციური პარტიები მთავარ ამოცანად თვლიან ქართული ოცნების დასრულებას და გასამართლებას. ძალაშია მათი წინასაარჩევნო შეთანხმება, ყველა ერთის წინააღმდეგ და ეს ერთი ბიძინა ამანიშვილია. ეს არის სამოქალაქო დაპირისპირების გზა ქუჩის რადიკალიზაციით. ეს არის ანტიეროვნული და ეს არის ისევ დაპირისპირების ესკალაცია. არ არის სწორი. პირველ ნაწილში ხედავენ რომ ვითომ ოცნებას ვებძვით, მეორე ნაწილში ნაციონალურ მოძრაობას ვებძვით. ჩვენ არცეც არ ვებძვით, ჩვენ ვებძვით საქართველოსთვის. მესამე ნაწილში წერია ყველაფერი კარგად. ქვეყნის მომავალი, ანუ ხალხის და ქვეყნის ინტერესი დაპირისპირების დასრულებაში და ქვეყანაში კონკურენტული გარემო შექმნაშია. აშკარაა, რომ როგორც ხელისუფლების, ასევე ბარიერ გადალახული ოპოზიციური პარტიები ანტიქართული, ანტიეროვნულია, მათი გზით სიარული კატასტროფული შედეგები დასრულდება ქვეყნისთვის. სამწუხაროა, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი ისეა ზომბირებული და გატაცებული ხელისუფლების და ოპოზიციის მხარდაჭერით, ვერც კი გრძნობს მოსალოდნელი შედეგების დამანგრეველ გავლენას, როგორც ქვეყანაში დღეს არსებულ მდგომარეობაზე, ასევე ქვეყნის მომავალზე. გონება დაკარგული და ძალისმიერი მეთოდებზე გადასული პოლიტიკური ძალების განწყობა ხალხსაც გადავიდა. ვიწრო პარტიულ ბრძოლაში დაიკარგა საქართველოს და ქართული ინტერესი. შეეწინააღმდეგეთ ამას. მოდით 4-დან 6 საათამდე ესე იგი წოდეთ დადიანის 26-ში და პირდაპირ ეთერში ვიკამათოთ. 1921 წლის გასაბჭოებიდან პრაქტიკულად 100 წლის შემდეგ
ხდება ისეთი რამ, რისი გაცნობიერებას როგორც ჩანს ბევრს ვიჭირს. ამ ხელისუფლებას არ აღიარებს დემოკრატიული მსოფლიო. რეალური გახდა ქვეყნის მოქცევა წარმოუდგენელ იზოლაციაში, რომელიც უმძიმესი შედეგებით იქნება თანამემამულეებისათვის, როგორც ქვეყანაში, ასევე ქვეყნის გარეთ. უნდა საწყვეტია, რომ დაპირისპირებამ რეალობის გრძნობა დაგვაკარგინა. მეცნიერთა კონგრესი უმთავრეს ამოცანად თვლის, ეს ნოემბრის დასაწყისში შექმნილ დოკუმენტებზე ლაპარაკობ. მეცნიერთა კონგრესი უმთავრეს ამოცანად თვლის, რომ არ იქცეს ხარეთ, კონდეს რეალური პროგრამა ამ უმწოვეს კრიზისში დაინახოს შესაძლებლობა და ეს დაიწყოს არა დაპირისპირებულ მხარეებთან ბრძოლით, არამედ ხალხის შეერთებით მეცნიერთა პროექტებში და ამ გზით შეძლოს უმძიმესი რეალობის ოლიგარქთა ბატონობა. რა არის უმძიმესი რეალობა? ოლიგარქთა ბატონობა, ფულისუფლების ქვეყანა, 21 საუკუნის ფეოდალიზმი, დიდარი მონები, პოლიტიკოსების მიერ ხალხისთვის წართმეული ძალაუფლება და ეს ყველაფერი ხალხს უნდა დაუბრუნოთ თავისი ქვეყანაც და ეს ოლიგარქიას უნდა დავასრულოთ და ფეოდალიზმი უნდა დავასრულოთ. ასე იგი, პრიმიტიული პოლიტიკური აზროვნების ერა უნდა დავასრულოთ და მეცნიერების ერაში გადავიდეთ. ქვეყანაში ინტელექტის გამეფებაა მთავარი. უმძიმესი ამოცანები დაისახა მეცნიერთა კონგრესმა, მაგრამ ჩვენ ქვეყნის სახელმწიფოებრიობის მთელი ისტორია გვარწმუნებს, რომ სხვა გზა არ არსებობს. ქვეყანას ანგრევს დაპირისპირება, მით უფრო დამანგრეველია, რომ ძნელია სიმართლის დადგენას და მართლის გამოკვეთას. ამ უკანასკნელის დადგენაზე დროს დახარჯვაც არ ღირს, მით უფრო როცა იცი, რომ ეს არათუ შეუძლებელია, ამ ეტაპზე არამედ კიდევ უფრო გაამწვავებს დაპირისპირებას. მე მაგალითები გითხარით თქვენ, ვინც 2011-92 წლების იმაში აქეთ იყო და ებრძოდა ხელისუფლებას, დღეს აღარ მალავს ამას, აღარ ლაპარაკობს, მაშინ ტრაბახობდა. ჩვენ დავამთავრეთ, ესე იგი, დიქტატურა ქვეყანაში. ვინც 2003 წელს იდგა, მიხეილ სააკაშვილის გვერდით, ხარს უჭერდა, დღეს აღარ ტრაბახობენ, აღარ გამოდიან, რომ ჩვენ იქ ვიყავითო. ანუ, აი ეს მოხდა. მე ყოველთვის ვიყავი ქუჩის წინააღმდეგ და ვრჩევი. საქართველოს უნდა გადავიდეს ქართულ წესზე. ქართული წესი არ არის ქუჩა. ქუჩა არის კულტურული ფენომენი და არა პოლიტიკური დაჯახების. ჩვენ უნდა მეცნიერების მონაწილეობით შედგენილ დოკუმენტებში უნდა გავერთიანდეთ, პროგრამებში უნდა გავერთიანდეთ. თუ გვინდა მომავალი, ეს არის მეცნიერთა კონგრესი. მე თქვენ ყველას გაგეცეთ პასუხი. არ მინდა რომ გვარებზე გადავიდე, იმიტომ რომ ბევრმა ძალიან მატკინა გული, მათ შორის მწერალმა, მათ შორის ძალიან ბევრმა პიროვნებამ არ გეთანხმებით, რაც არ მეთანხმებით, ბატონებო. მე თქვენ ბევრი რამე დავიტოვე კიდე საქმელი, რაც საკუთარი თვალით ნახე 2003 წელში და რაც საკუთარი თვალით ნახე ხელისუფლებაში ყოფნის დროს, ხელისუფლება როგორ იქცეოდა და როგორ უნდა ბრძოლა ოპოზიციის წინააღმდეგ, საკუთარი თვალით ნახე 2011 წლის 26 მაისი წინა პერიოდი და 26 მაისი. ორივე მხარე იქცეოდა აბსოლუტურად გაუგებრად. ერთი მხარის უკან, ერთი მხარე იდგა მეორე. ეხლა გამოვიდა რა, მაშინ გვეუბნებოდნენ ჩვენ ამერიკელები ვართ და ჩვენ გვაბრალებდნენ რუსებით განან ქუჩაში და გვებძვიანო. დღეს ეხლა ეს ხელისუფლება, ოპოზიცია, იგივე ის ძალები ამბობენ ამას, რომ თქვენ, ესე იგი, ისე რა ქვია, ხელისუფლება ეუბნება ამას, რომ თქვენ დასავლეთის ძალები გვესმით. მაშინ ისინი გვაბრალებდნენ, რომ რუსული ისინი გესმით. მე გეუბნებით, რომ ბევრი რამეს მართავს ამბობდა ხელისუფლება, მაგრამ არა ყველაფერს. ხელისუფლება უშვებდა უდიდეს შეცდომას. მიხეილ სააკაშვილს არ შეეძლო ხალხთან საუბარი. მას არ ჰქონდა არც ამის დებისყოფა და ის არ იყო მზად ქვეყანა ემართა. და მოიყვანეთ ჩვენ ასეთ პრეზიდენტი. და ისევე იმას რო ვაკეთებ დღესაც. დასკვნა უნდა გაკეთდეს. თქვენ გიყვართ თემურ შაშიაშვილი, არ გიყვართ გადადეთ გვერდზე. რაც გინდა წერეთ, ლანძღეთ, რაც გინდა იცი ლაპარაკეთ. მე გეუბნებით თქვენ რომ ქვეყანაში დაპირისპირება თუ არ დასრულდა, ჩვენ დავშლიან ერთოლეს მარილივით და საქართველოს აღარ იქნება არაფერი და ქართველები ხელისუფლება რომ დარჩეს და ახალი არჩევნები არ დაინიშნოს, საქართველოში ახალგაზრდობა დატოვებს ამ ქვეყანას და წავლენ. მე ქუჩაში ველაპარაკებ, მეუბნებიან, თუ ეს ხელისუფლება ეხლა დარჩა, ჩვენ ყველანი წავალთ გარეთ. ყველა და გარედან შემოვა ქვეყანა ვინმე. მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ. ქვეყანა კრიზისში იყო მთელი ისტორიის მანძილზე კრიზისში იყო მაშინ, როდესაც ქვეყნის შიგნით იყო დაპირისპირება. ჩვენ ესე იგი, ჩვენთან დამოკიდებულება გარე სამყაროსი გამომდინარეობს შიდა ორი მდგომარეობიდან. ვართ ერთად, ვიწევენ ანგარიშს და ვერაფერს ვერ გვიბედავენ. ვარ დანაწევრებული.
ერთი მხარე ერთს იგდებს ხელში, მეორე მხარე მეორეს. ის იგდებს ფულით. დღეს აი ეს ქალბატონი, რომელიც გვარი დამავიწყდა ეს იმის არასამთავრობო ეს არის დღეს მთავარი ფულის ისა და უდიდესი თანხავ და როგორ ელაპარაკება პარტიებს და საშინელება ლომჯარია. როგორ ელაპარაკება პარტიებზე კატასტროფა. თქვენ გონიათ ხალხო მე რომ ვერ ვხედავ ამას ყველაფერს, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, დღეს ამოცანა მდგომარეობს იმაში ეს ხელისუფლება უნდა გადაწყვიტოს. გორიული კომპრომისი. გორიული კომპრომისი არის გამოიყენეთ მეცნიერები. მიეცით მეცნიერთა კონგრესს ხმა და მე გეუბნები თქვენ რომ ერთსაც თავის საქმეს ეთქვის, მეორემასაც და ჩადგება შვაში. დღეს ერთმა პიროვნებამ რომელსაც ვიღალატა ჩვენ არჩევნების დროს გამომიგზავნა წერილი მთელი 40 წელი თქვენ ყოველთვის შვაში დგებოდითო და როგორ მეო ეხლაცო იქნებ გადაწყვიტოთ ამის ისო. წერილები მაქვს აგერი მიღებული სასაუბრ რამეებს წერენ გვეუბნებიან მეცნიერთა კონგრესმა უფრო მეტად ჩვენ არაფერი სხვა არ შეგვიძლია გარდა იმისა რომ ვეთათბიროთ არაერთ და ორ პიროვნებას გავაგზავნოთ ეს ყველაფერი და ვიმუშაოთ ხალხთან და მე აგერ გაჩვენებთ ეხლა თქვენ წერილი გამოგზავნა და საერთოდ მინდა გითხრათ ერთი დოკუმენტი რომელიც დავდემე იქ იყო რომ ახალგაზრდა კაცს დააგდებენ ქუჩაში ფეხს ამოარტყავს აქცეულს მიწაზე დაგდებულს ერთი პოლიციელი მივა მეორე კიდე ჩაარტყავს იმას ერთმა პიროვნებამ უცხოეთიდან გენიოსია ეს კაცი აი ვინ უნდა იყოს პრემიერ-მინისტრი აი მე რომ მკითხოს კაცმა იმან გამომიგზავნა ერთი ასეთი რამ რომ აი პინოჩეტიმ რომ სტადიონზე შეკრიბა ხალხიო სასწაულია ნახეთ ერთმა პოლიციელმა ჩაარტყა წიხლი ქალს ფეხძინეს გარდაიცვალა ქალიც და გარდაიცვალა ბავშვიც და მთელმა ოპოზიციამ დაწერა რომ ასე იგი რასერჩი მომავალს აი როგორც მე გამოვაქვეყნე დაახლოებით რასერჩი მომავალს და ისეთი რამეები ჩამოყარა ამას გადაცემდა ერთი ტელევიზია თვითონ ამ ფაქტს და კარგად იყო რომ ალბათ ვინც ეს გააკეთა ქართული ის არისო ჩილელი არისო ის არისო ეს არისო და ამ შემდგომდა ორი დღის მერე ნახეს საკუთარ სახლში ჩამოიხრჩო თავი ამ პოლიციელმა და წერილი გულზე ჰქონდა წაწერილი ჩილი ბოდიში გესმით თქვენ საქამდე მივიყვანე თქვენ ჯერათ ამ პოლიციელებს უნდათ იმის გაკეთება რაც არის ნუ ეს ვიტყვებს ნუ აკეთებთ ამას პოლიციელებსაც გეუბნები როცა გაფრთხილად ამ ხალხთან დამოკიდებულებაში 90% ეს ღირსეული ხალხია აქ უბედურება არის ყველგან იყო ასეთები ყველგან ტყუილა ლაპარაკობ თქვენ ეხლა იმ გარდაცვლილებით რო საუბრობ რა იყო იმაშიო იმას კიდე სხვა რაღაცეები ქონდა და არ მინდა დღეს ამ დეტალებზე ვილაპარაკო და ისინი აი თუნდაც ის რაც მოხდა გაქცევა იმიდან რა ქვია ეს პრაქტიკულად აღმოჩნდა რომ ბოლოში ვინ ჯაჭვლიანი კურტანიძე და მე ჩვენ ეს სამი აღმოჩნდით ბოლოში იმ კინოთეატრ საქართველოში მიწაზე დაგდებულები ხელშეკრულები ფეხები დადიოდნენ ჩვენზე აი ის პიროვნება რომელიც თქვენ ხავთ დღეს რა ქვია მას თავარი პოლიციელი რომელსაც დაავალეთ საშინელებები აკეთა მან საშინელებები თქვენ ხავთ დღეს ახლა სხვას გააკეთებს ის მან არის ის სხვა რამე გარდა იმისა რომ აგინოს გალახოს და დაარტყას არის ის სხვა რამე მე უბრალოდ საკუთარ თავს ვეუბნები არ შეიცვალო პოზიცია მეუბნები საკუთარ თავს თეიმურა შაშიაშვილს არ შეიცვალო პოზიცია დარჩი მუდმივად თუ საქართველოს გიყვარს დარჩი იმაზე და დაპირისპირება არის საქართველოს უბედურება 1000%-იც მართალი რომ იყო დაპირისპირება არ შეიძლება ოჯახში ნებისმიერ ოჯახში თუ რაღაც ვინმე არ მიდის კომპრომისზე დაპირისპირებას ერთი წუთი უნდა მეზობელთან დაპირისპირება არავინ არ ცდილობს რომ ყველა ცდილობს იმას რომ რაც შეიძლება ისინი რა მეტი რა არის ქვეყანა არის ოჯახი არ შეიძლება ბატონებო ჩვენ ასე რომ ულანძღავთ ქართველები ერთმანეთს უკვე გაუცხობდით ქართველები ერთმანეთის მიმართ ნახეთ რა სიტყვები იწერება ქალები რა წერენ რა სიგინებიან ქალები Facebook-ზე ამ გამოსვლებში ნახეთ რა არის ეს აღარ არის საქართველოს ხალხო ეს მოიტანა დაპირისპირება ველურობა ძალისმიერმა მეთოდებმა მოიტანა ეს ყველაფერი გონებისმიერი ხალხი ძალისმიერი მეთოდებით არ იმოქმედებენ მე გარწმუნებ თქვენ რომ ჭკვიანი ხელისუფლება რომ ყოფილიყო არ დაჭირდებოდა ეს რა მე გავაკეთები მე განცხადება კობახიძეს რომ 2028 წლამდე ამის გაკეთება შეიძლება პრეზიდენტი დაასახელეს ხალხი შოკში ჩავარდა მეორე დღეს გამოდიხარ
ხალხი რო არ დამოსულიყო ქუჩაში, ეს უნდა გაკვირვებოდა თქვენ. რა აკადრეთ თქვენ პრეზიდენტობის კანდიდატის დასახელებით? მე რა აკადრეთ შეაშინეთ მთელი საქართველო და წყალი დაუსხით, ცეცხლზე ნავთი დაუსხით ოპოზიციურად განწყობილ ძალებს და გააცოცხლეთ მკვდარი პრეზიდენტი და მისი ირგვლივ პოლიტიკური ძალები. როცა თქვით რომ 28 წლამდე ვაჩერებ, მე გათქმევინეთ ბატონებო თქვენ? ნამუსი არა გაქვთ თქვენ მიცილანძღებით ასე და თქვენ ვერ ხედავთ შესწორებებს, რომელიც დაუშვა ივანიშვილმა და მისმა პოლიტიკურმა პარტიამ. თქვენ ეჭვი ხო არ გეპარებათ ვინმეს რომ ბიძინა ივანიშვილს ვერავინ ვერ ელაპარაკება და ბიძინა თუ ვინმეს დაურიგავს ვერავინ ვერ ელაპარაკება. არც იცით თქვენ ვინ არის ბიძინა ივანიშვილი. ბიძინა ივანიშვილთან ვინც იმუშავა პრემიერ-მინისტრებად იმათ ელაპარაკეთ და გეტყვიან თქვენ ისინი. ეს არ არის საჯარო პიროვნება. ეს არის ჩაკეტილი კაცი, მოხმით საცე ხალხი კაცი. და მე შემთხვევით არ ვთქვი რომ ეშმაკია მასში ჩასახლებული. მე იმას ხარ ვამბობ, ეშმაკია თვითონ. ეშმაკი ჩასახლდა მასში. არის გამოთქმა, კარგი, ეს დიდი ფილოსოფიურია. ეშმაკი თამაშობს შენით, როდესაც შენ სწორად არაზონებ. სწორად არაზონებს ხელისუფლება, ესე იგი ეშმაკია ხელისუფლებაში, სწორად არაზონებს ოპოზიცია, ეშმაკია ოპოზიციაში. ვიღაცა ხო უნდა იყოს ისეთი, რომელიც ეთქვის რომ გაუშვით რა თქვენგან ეს ეშმაკი. განთავისუფლდით რა ამ ეშმაკისაგან. განთავისუფლდი ბატონო ბიძინა ეშმაკისაგან. ქვეყანა გვექცევა თავზე. განთავისუფლდით თქვენ პრეზიდენტო, რომელიც ქვეყნის დავალებებს ასრულებს ეშმაკისაგან და განთავისუფლდით მე ხაზარაძე ხარ თუ ვინც ახარ ნებისმიერი ვინმე. გაგეხლეწებით და გემუდარებით დაპირისპირება დაასრულეთ ქვეყანაში. დაპირისპირება ანგრევს ქვეყანას, ქართულ ცნობიერებას, ქართულ სულს, ყველაფერს ებრძვის. სკოლებში სწავლა არ არის, ინსტიტუტებში სწავლა არ არის. ხალხი გადაიკიდა ერთმანეთს, ვინც დარჩა და ვინც წამოვიდა ისინი მტრებად ექცნენ ერთმანეთს. რა შვებით ხალხო? როგორ თქვა ეს უემოციოდ? და მე თქვენ ლანძღავთ მე რომ როგორ ადარებ 2011 წელი მე ვიყავი ერთ-ერთი მთავარი ფიგურა. ვთვლი რომ ჩვენი მოთხოვნები იყო სწორი, მაგრამ აშკარად გამოჩნდა რომ ჩვენს უკანაც იდგა რუსეთი. მე რომ წოდებოდა და სააკაშვილის შეცდომა დამასრულო რომ გამოსულიყო და ეთქვა. და ოქროაშვილი შემოგვიგდეს აქ. ოქროაშვილი რომელიც დღეს ამერიკელობს. ვამთავრებ იმით, რასაც ხშირად ვამბობ. შტირლიცზე რომ ვლაპარაკობ. შტირლიცი გენიოსი იყო. რეჟისურა გენიალური, თვითონ მსახიობია გენიალური. ასრულებს ცხინვალებს. მაგრამ გერმანელებს იმათო გერმანელებს ეგონათ რომ შტირლიცი არის მათთვის ამომავალი მზე და ბედნიერება რომ ასეთი კაცი ყავს. ვისი ნამდვილად მოქმედებდა შტირლიცი? გერმანიის ხო? ვისი წარმომადგენელი იყო? საბჭოთა რუსეთის. მე ვხედავ დღეს უამრავ შტირლიცს საქართველოსთვის. საქართველოსთვის შტირლიცებს. არ ვიცი, გულწრფელად იმათ გითხარით, თუ ცოტა ემოციური იყო ბოდის გიხდით. მეც ადამიანი ვარ და ნერვები მაქვს. ქუჩაში რომ ხედავ და ამოვალ ქუჩიდან და ამას კიდე როგორ ვლაპარაკობ, ამის შემდგომ უნდა გავიდე ისე ქუჩაში და შევხვდეთ და დაველაპარაკო ამ ხალხს. მე გეუბნებით რომ ქართველებად ვიქცეთ ხალხო. ჩვენ ქართველობიდან გავედით ძალიან ბევრი. ქართველში ქართველია გადასარჩენი. ქართველში ქართველია გადასარჩენი. საქართველოში საქართველოა გადასარჩენი. ოპოზიცია არ მოქმედებს ქართულად, ხელისუფლება არ მოქმედებს ქართულად. ძალიან ბევრი ვინც მიტინგზე გამოდის, მიტინგებზეა, პარტიები არ მოქმედებენ ქართულად. ეს რომელიც შეიქმნა ორ ხელისუფლებიანებისგან რომ იხავს, ეს არ არის ქართული. ბიძინა ივანიშვილი არ მოქმედებს ქართულად, ჩაკეტილია, ერთი გამოსვლა ვერ მოახერხა რომ ადამიანური სიტყვა უთქვას ხალხს. ეს არის ქართული. არ არის ქართული. ვისაც გინდათ იმასთან დადექით. მე აბსოლუტურად მე არავის არ ხო თქვენ გვერდიდგომას, მე არაფერი არ მჭირდება. აბსოლუტურად არაფერი. მე ვიცი ერთი რამ რომ ადამიანი უნდა მოქმედებდე ისე რომ შენს წინაპრებთან იყო მართალი და შენი შვილების მომავალთან იყო მართალი, უფალთან იყო მართალი და საკუთარ სინდისთან. სინდისი, ესე იგი მამხილებელი, გონებაი მამხილებელი, ასე დაწერა სულხან-საბამ. საკუთარ თავს გკითხეთ თქვენ, ვისგან იღებთ პულს ოპოზიცია თქვენ? ვისგან იღებთ თქვენ ხალხს ტელევიზიები რო ხართ, აგერ ბიძინავანი, რამდენი კაცი ყავს ბიძინავანიშვილს გარეთ რო არის და ჯარები და ისინი და ისინი. ხო ყველაფერი ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ, ხო ყველაფერი ვიცით. რა შვებით ხალხო? მაგრად დავდგეთ. მაგრად ეს ხალხი მოვაქციოთ ქართველებად, ვინც ოპოზიციაში არიან დღეს ქუჩაში და მოვაქციოთ
ვინც ხელისუფლებაში არიან. ხალხში ქართული განწყობაა. ქართული განწყობა დაკარგა ოპოზიციამ, ქართული განწყობა დაკარგა ხელისუფლებამ და ქართული განწყობა დაკარგული იმას, ვინც ბრმადაა მინდობილი ბიძინა ივანიშვილს და კრიტიკულად არაფასებს მის ქმედებებს და ბრმადაა მინდობილი იმას ოპოზიციას და ამ შემთხვევაში ნაციონალურ მოძრაობას ბრმად და შეურაცხყოფას ვაყენებთ 90%-ს ვინც გამოდის ქუჩაში. არა ბატონებო, ქართველი დავაბრუნოთ საკუთარ თავში. მამულიშვილი დავაბრუნოთ საკუთარ თავში. არაფერი პრობლემა ამ ქვეყანას არ აქვს. ჩვენ ეს სიგნები დავწერეთ და ეს სიგნები გაგზავნილია 20 წელია, 30 წელია, ვეხვეწებით ხელისუფლებას. მე დაპირდით ადრე არ გავაკეთე. ხვალ ნამდვილად გამოვაქვეყნებ, რა წერილი გაუგზავნეთ. შეიძლება წავიკითხო ამ დღეებში, რომელიმე გადაცემაში, სპეციალურ გადაცემაში წავიკითხო, რომ აი მარტო ის წერილი, რომელიც ჩვენ 2016 და 2020 წელს გაუგზავნეთ. ბიძინა ივანიშვილი, სადაც ბოლოში წერია, ბატონო ბიძინა, გადადგიეს ნაბიჯი. გამოდი პარტიული განწყობიდან, დადექი ხალხთან და ხალხის განწყობით იცხოვრე. გამოდი ხალხში, ხალხი დაგიფასებს ამას. თუ არა და ჩვენ მივდივართ უსწულისკენ 2016-2020 წლები. დაგიკითხავთ ამ წელს და მე ილაპარაკეთ თქვენ და მლანძღეთ და მაგინეთ რამდენის გინდათ. 2000 ვიმეორებ. რაც მე საკუთარი თვალით ვიხილებ გუშინწინ. როგორ მოდიოდა ეს ისა და როგორ ესროდნენ, ასე იყო. ჩვენებიც ესროდნენ, ჯოხს ურტყამდნენ 2000 წელში. ჯოხები ვიმეორებ, რო არავინ არ დღეს ბერო ერთორინმე შეუთხარი, ჯოხები არ მახსოვს, რა არ გახსოვთ. ყველას დაურიგეს ჯოხი. 2011 წლის 26 მაისს ვინც ვიდექით მე არ მეჭირა და რამდენიმე პიროვნება, ყველა ჯოხი ქონდა ხელში. ვის ქონდა ჯოხი? უნდა დაგვერთხა მეორე მხარისთვის, ხო? სად გაიქცა ყველანი, რატო დავჭირე ბოლო სცენაზე? და რატო გადმოვარდი იქედან? და რატო ვიყავით მარტო ჩვენ სამი პიროვნება? გია ბურჯანაძე, ისა უკაცრავად გია ბურჯანაძეც იყო, გია ბურჯანაძე, ესე იგი ჩვენი კუნტანიძე, აი გარდაგვეცვალა საოცარის ჩვენი ესე იგი ჩვენი სვანი ძალიან მაგარი პიროვნება, ესე იგი და მე ეს ხალხი ვიყავით. აი მაშინ რომელსაც ფეხებით დადიოდნენ ჩვენზე, ფეხებით. ის ხალხი ვინც ამას აკეთებდა ბატონო ბიძინა, იგივე ხალხია დღეს ქუჩაში პოლიციაში. იგივე ხალხი. გინდა დარწმუნდეთ ამაში. ნახეთ, ვინ შემოვარდა ოფისში. როდესაც ოფისში სახალხო გრების ოფისში რომ მივედი, ვინ შემოგვივარდა? ვინ იყო იქ პროკურორი? ხო დოკუმენტია შედგენილი, ხელი ხომ მოაწერეს. ის პროკურორი, ხელებაწეული მელაპარაკო რა ვქნაო, შალამბერიძე იყო პროკურორი. შალამბერიძე. მან ხო იცის ყველაფერი, თვითონ ხო შეადგინეს ესენი და რაები გააკეთეს იქ, ან იქ როგორ ვიქცეოდი და თქვენ ვინყოფილ ხართ რომ მეუბნებოდა ეს პროკურორი როგორ დაუდექი წინო. ბევრი რამ აქვს სათქმელი, ბევრი რამე გადავიარე, მე ღალატის მეტი არაფერი ვინახავს. და კიდევ ერთხელ ვამბობ იმას, რომ ამ ასეთი ამბების დროს ფული თეთრდება. ბიძინა ივანიშვილის ფულს კაფავენ, მისი ნაწილი ოპოზიციისთვის გამოგზავნილ ფულს კაფავენ. დიდრდებიან ესენი და ხალხი ილანძღება, ხალხი არის ამ გომრებში. ეს არის ქუჩა საქართველოში. ქუჩა, რომელიც კულტურული ფენომენი უნდა იყოს. და კატეგორიული წინააღმდეგი ვარ ყოველგვარი ქუჩის რევოლუციების, ყოველგვარი ქუჩის გამოსვლის, მაგრამ იმასაც ვამბობ, ხალხი ქუჩაში გამოყავს ხელისუფლებას. ეს ხალხი ქუჩაში გამოიყარა ხელისუფლებამ. პირველად ვამბობ, აი იმ გადაწყვეტილების შემდგომ, რაც პრეზიდენტობის კანდიდატ დასახელდა და იმის შემდგომ, რომ 28 წლამდე ვაჩერებ ჩვენ იმასო, რა გეთქვა მაშინ არჩევნები 5 დღის წინ არჩევნები დამთავრდა. გეთქვა რომ მე ამას გავაკეთებ. არჩევნებიდან მე 5 დღე იყო გასული და ფეროშენადნობის ქარხანა გააჩერეთ. რატო არ თქვით არჩევნების მერე გააჩერებდით ამას? პატიოსდება რა არის? არჩევნების წინ უთხრა ხალხს იმას, რაც გააკეთებ არჩევნების შემდგომ. არჩევნების შემდგომ გააკეთეს საწინააღმდეგო. გამოვიდა მდინარაზე და ამბობს ასეთ რამეს. საარჩევნო სია იმაში პარლამენტში არ იქნებიან ბიძინა ივანიშვილი და ჩამოთვალა სამ პიროვნება. რატო პირველ ნომერი იყავი ბატონო ბიძინა? მე ხო არ მithქვავს დინარაზე მქო. მოგატყუე? თქვენი ხალხი ხმას არ იღებს ამაზე. იმიტომ რომ მონები არიან.
და მე მლანძღავენ აქეთ. როგორ აკადრეთ ეს საქართველოს, რომ პირველი ნომერი იყავით და თქვენი მდინარაზე გამოდის და თუ იმ მდინარაზე თავისი ჭკუით თქვას, რა უნდა იქ იმას? და მას თავის ჭკუით არ უთქვამს. ბიძინა ივანიშვილი არ იქნება პარლამენტში. ისევე როგორც პირველი ნომერი ვინც იყო წინა იმაში გახარია. წინა არჩევნებზე ვინც იყო, აგერ ჯერ თვალები დაგთხარა. ეხლა მე რიონის ხეობა გაგვიყიდა და მე ეხლა აგერ ქუჩაში არის და ის პატიოსნებაზე ლაპარაკობს. თქვენ პირველი ნომერი იყავით და მე არ ვიქნები სიაში. რას გვათამაშებთ თქვენ? და მე ვარ ამ შემთხვევაში დამნაშავე, თქვენ ასე იქცევით? ინტელიგენცია მე ზნეობრივი ავტორიტეტები არ აყავს ქვეყანას, იმიტომ რომ ფულით გააფუჭეთ თქვენ ეს ხალხი. ფული დაურიგეთ ზნეობრივ ავტორიტეტებს და სახლებში არიან. შეკილული და იმისი ფული არ დავკარგო ამის იმას, თორე ამას მე გარწმუნებ თქვენ რომ ამის მოთმენა ნორმალურ ქვეყანაში მეცნიერებს ინტელიგენციას და ხალხს არ უნდა შეეძლოს. თქვენ რასაც ბედავთ იმიტომ რომ ქართველი ხალხი პატიობთ ამას. თქვენთვის ბედნიერებაა დღეს ეს ოპოზიცია, თქვენთვის ბედნიერებაა დღეს ესე იგი ეს პრეზიდენტი და მისი გულშეკრებილი ოპოზიცია. იმათთან ბრძოლაში მე თქვენ მხარეს ვარ, როგორ შეიძლება იმათ კიდევ რისი უფლება ის რისი პრეზიდენტი იქნებოდა, თქვენ ვარ მიხმარებოდით და გახარია რისი პრემიერ-მინისტრი იქნებოდა, თქვენ ვარ მიხმარებოდით და ხაზარაძე ვინ იქნებოდა, თქვენ ვარ მიხმარებოდით და აღარ ვლაპარაკობ სხვა ვინმეებზე კიდე. ეს არის სასაცილო, კომიკური ეს ყველაფერი. წეღან თქვი და გავიმეორებ, რომ გვარამიას მომდა რევოლუციის ლიდერობა, ამაზე მეტი ცინიზმი და ამაზე მეტი კომიკურობა გინახავთ ქვეყანაში ხალხო. ეს ბიძინა ივანიშვილის სახეც არის, რა გაგიბედეს და ვინ გაგიბედა? თქვენმა დანიშნულმა პრეზიდენტებმა, თქვენმა დანიშნულმა ესე იგი პრემიერ-მინისტრებმა, თქვენმა დანიშნულმა ხალხმა და თქვენმა იმან ოპოზიცია ვინ? ესე იგი ვინ ხართ თქვენ, როდესაც თქვენს ოპოზიციაში დგება ვინ? ვარამი. რატომ? იმიტომ რომ თქვენ არ დაუშვით მეცნიერთა კონგრესის გუნდი არჩევნებზე არ დაუშვით. და 4 სასამართლო შედგა, ნამდვილი სასამართლო მოვიგეთ, ჩინჩალაძის გუნდს მოუგეთ, მაგრამ წაგვაგებინეს იმით, რომ 2 საათი დაგვიგვიანებია ჩვენ შეტანა. ჩვენ ვთქვით, ეს საარჩევნო კომისია და ეს კომისიის თავმჯდომარე, ეს მონური ფსიქოლოგიის სახლებს ვერ ითვლის. 11, 16 თუ 20 სახლი ქონია. როდესაც თქვენ არ კითხულობთ იმას, რომ ამდენი სახლი რატო აქვს და რატო დაინიშნა ეს კაცი, რატომ ცხოვრობენ მინისტრები და ასე და მხარს უჭერთ ბრმად, თქვენ ებრძვით საქართველოს და ხართ მონები ბიძინა ივანიშვილის. მეორე მხარე ხართ მონები მიხეილ სააკაშვილის. მე თავისუფალ ადამიანებთან მინდა ვიყო. თავისუფალი ადამიანი არავის მონა არ იქნება. იგი არის თავისი ხალხის მსახური. ეს არის მეცნიერთა კონგრესი და ეს არის თემურ შაშიაშვილი. ჩემგან ღალატი არ იქნება, მაგრამ